თამაშია. გადახდარი ჩვენი გუნდია. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გთავაზობთ პირდაპირ რეპორტაჟს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონიდან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება მორაგბეთა ევროპის 1000-ის გათამაშების მეხუთე ტურის კალენდარული მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის. წუთი-წუთიზე მწვანე მინდორზე ველოდებით დღევანდელი მატჩის მონაწილეების შემოსვლას მე წარმოგიდგენთ მას. საქართველოს ნაკრები მე-15 ნომრით ირაკლი ყიასაშვილი თბილისის ლელო, მე-14 ნომრით ირაკლი მაჩხანელი სენტ-ეტიენი საფრანგეთი, მე-13 ნომრით დავით კაჭარავა ნიცა, მე-12 ნომრით მერაბ შარიქაძე გლოსტერი ინგლისი, მე-11 ნომრით სანდრო თოდუა ლელო, მე-10 ნომრით მერაბ კვირიკაშვილი სენ-ჟიუნიენი, მე-9 ნომრით ირაკლი აბუსერიძე ოსერი. გუნდის კაპიტანი გახლავთ ირაკლი აბუსერიძე და ახლა შერკინების პირველი ხაზი. ერთი ვასილ კაკოვინი ბრივი, მისივე თანაგუნდელი მეორე ნომრით ირაკლი ნატრიაშვილი, მესამე ნომრით დუდუ ქუბრიაშვილი ტულონი, მეოთხე ნომრით გიორგი ჩხაიძე სენ-ჟიუნიენი, მეხუთე ნომრით ლევან დათუნაშვილი ორიაკი, მეექვსე ნომრით შალვა სუთიაშვილი მასი, მე-7 ნომრით გივი ბერიშვილი ლოკომოტივი, მერვე ნომრით მამუკა გორგოძე მონპელიე. დღეს საქართველოს ნაკრებს თადარიგში ყავთ თედო ზიბზიბაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე, რეზო ბელქანია, დავით ხინჩაგიშვილი, გიორგი ნემსაძე და დიმიტრი ბასილაია. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ მილტონ ჰეიგი, ახალი ზელანდია, შერკინების მწვრთნელი ქრის გიფსი, ახალი ზელანდია. ასისტენტები ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე, ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე. დღევანდელი მატჩით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მხარდაჭერას უცხადებს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენი სტუმრები რუსეთის ნაკრები. მე-15 ნომრით იური კუშნარიოვი, 14 მიხაილ ბაბაევი, მე-13 ნომრით სერგეი ტრიშინ, 12 ალექსეი მაკოვეცკი, მე-11 ნომრით ანდრეი ოტროვკო, მე-10 ნომრით ანტონ რიაბოვი, მე-9 ნომრით გუნდისთავი ალექსანდრ იანიუშკინი, პირველი ნომრით ალექსეი ვოლკოვი, მეორე ნომრით ნაზირ გასანოვი, მესამე ინოკენტი ზიკოვი, მეოთხე დენის ანტონოვი, მეხუთე კირილ კულიომინი, მეექვსე არტიომ ფათახოვი, მეშვიდე ანდრეი გარბუზოვი, მერვე ნომრით ვიქტორ გრესევი. გუნდის მთავარი მწვრთნელი უელსელი სპეციალისტი კინგს ჯოუნს. დღევანდელ შეხვედრას ემსახურება საფრანგეთის მსაჯთა ბრიგადა რეფერი მატიო რეინალი, თანამსაჯები სედრიკ მარშა, როსანო პაჩოლი. გახლავთ მატჩის კომისარი და მეორე მსაჯი კიდეზე სალემ ატალა. კომისარი იტალიელი. ასე რომ ვიცით დღევანდელი მატჩის მონაწილეებისა და მსაჯების ვინაობა. ახლა თავად მატჩის შესახებ. დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა უდიდეს ინტერესს იწვევს და ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. თავად განსაჯეთ ამდენი მაყურებლის წინაშე თბილისში საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ უთამაშია. ამ სტადიონზე პირველად სავსე ტრიბუნები ელოდება საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას რაგბიში ევროპის 1000-ის გათამაშების მატჩს. რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს დღევანდელი მატჩის შედეგი, რადგანაც ახლავე მოგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა. ჩვენი ნაკრები ისევე როგორც ესპანეთისა და რუსეთის, ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრები გუნდები რეალურ პრეტენზიას აცხადებენ წელს მოიგონ ევროპის 1000. სატურნირო ცხრილში 10 ქულით, ანუ თითო წაგებით ამ წუთისათვის პირველ ადგილზეა ესპანეთის ნაკრები, მეორეზე საქართველო, მესამეზე რუმინეთი. დღეს გეტყვით იმასაც, რომ ესპანეთის ნაკრები რუმინეთის ნაკრების მასპინძელია და ეს მატჩი საღამოს თბილისის დროით
7 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებს დღევანდელი შეხვედრის მოგება აუცილებლად სჭირდება ბონუს ქულით, ანუ მოგებული მატჩი 4 ფულად ფასობს, ხოლო 4 და მეტი ლელოთი მოგებული შეხვედრა, ეს თქვენი ცით მე შეგახსენებთ, კიდევ ერთ ბონუს ქულას იძლევა. ამ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ვინახდებთ ევროპის ერთა თასს. მაგრამ თეორიულად არის რაღაცა სხვა შანსიც და ამიტომ დღევანდელი მატჩი უპირობოდ 4 ლელოთი უნდა მოიგოს საქართველოს ნაკრებმა, ხოლო შემდეგ დაველოდოთ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრას. აი, ამდენად პრინციპული გახლავთ დღევანდელი მატჩის არა მარტო შედეგი, არამედ ის შედეგი, რომელიც ჩვენ ევროპის ერთა თასს მოგვიტანს. საერთოდ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა ყოველთვის პრინციპული მატჩია და სტატისტიკაც კარგად მოგეხსენებათ. მე-16 ხვდებიან ეს ნაკრებები ერთმანეთს 1993 წლიდან დღემდე. 7 შეხვედრა ნაკრებებს შორის გაიმართა ჩვენთან თბილისში, 5 გასვლაზე, 3 კი ნეიტრალურ მოედანზე. აქედან 13 მატჩი საქართველოს ნაკრებს აქვს მოგებული. მხოლოდ ერთადერთი გვაქვს წაგებული და ერთი ფრედ დამთავრებული შეხვედრა. იმასაც გეტყვით, რომ ის ერთადერთი წაგება სწორედ 1993 წელს სოპოტში, პოლონეთის ქალაქში შედგა მსოფლიო თასის შესარჩევი შეხვედრა იყო. თავად განსაჯეთ 1993 წელი რა მდგომარეობა იყო საქართველოში და რატო წავაგეთ ეს შეხვედრა. მხოლოდ ერთი მატჩი დამთავრდა ფრედ 2002-ში. დანარჩენში ქართველებმა ვივარჯოთ და მოედანზე შემოდიან დღევანდელი მატჩის მონაწილე გუნდები საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები. ტრადიციულად შესრულდება ორივე ქვეყნის ჰიმნი და დაიწყება დღევანდელი უაღრესად საინტერესო შეხვედრა. ტრიბუნებზე ალბათ ხედავთ თეთრ და ლურჯ ფერებში აღმართულ სპეციალურ ბუკლეტებს, რომელიც მაყურებლებს დახვდათ სკამებზე, საქართველოს ეროვნული დროშაა ახლა ტრიბუნებზე წარმოდგენილი. აბრიგად ქვეყნის ჰიმნები. ალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ერთად ვიმღეროთ ჩვენი ჰიმნი. Ladies and gentlemen, the national anthem of Georgia.
ტრადიციულად საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანსამბლ ქართული ხმების სოლისტ ვეტერან მორაგბე გივი ჭიჭინაძესთან ერთად ცოცხლად ასრულებს ჩვენი სამშობლოს ჰიმნს. დღეს კი ნაკრების მოთამაშეთა ინიციატივას ერთად ვიმღეროთ ჰიმნი მხარიაობა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა, რაც დამეთანხმებით ჩინებული წამოწყებაა. ამრიგად დაიწყო დღევანდელი შეხვედრა, ქართველებმა შეიტანეს ბურთი თამაში, ფორმების გარკვევა არ გაიჭირდებათ, ქართველები თეთრით ფორმით თამაშობენ, რუსები კი წითელი ფორმით. აბუშეძე, აკოვინი, ბერიშვილი, 15 მეტრი ლელონდა, მარცხნივ, კვირიკაშვილი, კაჭარავა, გორგოძე 30 წამი გავიდა მატჩის დაწყებიდან. აბუშეძე, კვირიკაშვილი და ბერიშვილს ბურთი გადაუვარდა წინ ხეირი რუსებს. ჩვენი გუნდი ეკრანებზე ურტევს მარჯვნიდან მარცხნივ, ორჯღალოსნები თამაშობენ სამოსელი პირველის მიერ შეკერილი თეთრი ფორმით, რომელსაც ზურგზე ამშვენებს ვაზის ოქროსფერი ლერწი. ხევურმა მოგახსენათ უკვე სტატისტიკა როგორია ჯამური, ხოლო შევნიშნოთ კიდევ რომ 10 ჯერ ყავთ დამარცხებული რუსეთი თავიანთ კარიერაში მახო ურჯუკაშვილს, გია ლაბაძეს და ირაკლი აბუსერიძეს. მახო და გია წელს ნაკრებში აღარ არიან, ხოლო აბუსერიძე გუნდის კაპიტანია, 9 ნომერი. შეაგდებს შერკინებაში მათი 9 ნომერი იანუშკინიც მათი კაპიტანია. გავახევინეთ უკან, წამოიშალა შერკინებები და შერკინების ჩაქცევისათვის პირველი ჯარიმა მატიო რეინალმა დანიშნა ჩვენს სასარგებლოდ. მატჩის დასაწყისია და რა თქმა უნდა დავარტყათ კარში. მეორე წუთზე აბუშერიძემ კიდევაც ანიშნა მსაჯს. სტრატეგია ცნობილია რაგბისა, ნებავთ პრემია იყოს დაწესებული იმ შეჯიბრებებში, ჯერ უნდა გაინაღდო მატჩის მოგება და შემდეგ უნდა იფიქრო პრემიაზე. პრემია კი დღეს ძალიან გვჭირდება. პრემია თემურვას მოგახსენათ გვერგება მეოთხე ლელოს გატანისათვის. 1000-ზე და ბევრგან სოფლიოში პრემია არის უპირობო, გინდ მოიგო, გინდ წააგო, არა აქვს სხვაობას მნიშვნელობა, სხვა არაფერს, მეტოქე რამდენი გაიტანა, თავარია გაიტანო მეოთხე ლელო. 4 ან მეტი ლელო გაიტანო. რამდენს გაგიტანს მეტოქე, იმას არ აქვს მნიშვნელობა. ბერაბ კვირიკაშვილი ემზადება ჯარიმის დასარტყმელად. მოკლე გამორბენი, დარტყმა და აცდა ბურთი. ხარია დღეს, ხარია და ამიტომ შეუნდოთ მერავს ეს პირველი შეცდომა, არაფერი ახლა აღოს აუგებს ალბათ ამ. ხო, კორექციას გააკეთებს ხარზე, რა თქმა უნდა, ისე კი მინდა გითხრათ ბატონებო, რომ ჩინებული დაედარა დღევანდელი მატჩის მონაწილეებს, ტემპერატურა +6 გრადუსია, ოდნავ ხარი უშლის თამაშს ხელს, თორე ისე თბილა და შესანიშნავია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გაზონი. აქვე მინდა ისიც შეგახსენოთ, რომ საქართველოს რადიოთი შეგიძლიათ ამ პირდაპირი რეპორტაჟის მოსმენა ტალღებზე FM 102 და 4, 100 და 9.
აწია კვირიკაშვილმა აბრაგანი და ქარს მოაქვს ბურთი უკან რამის ძლივს დაეცა ცენტრში გადაგვივარდა მერე წინ და რუსები შერკინება 0-0 3 წუთის შემდეგ ტყილად თამაშობენ არა თამაშგარე ყოფილა რადგანაც მდევრები დამწყმელზე წინ იყვნენ დამწყმელს მერე უნდა ენებებინა და ცოტა წინ გაქცეულიყო რომ ის მდევრები თამაშგარიდან გაიყვანა ბიჭებმა ითამაშეს ცოტა შეუთანხმებლობა იყო მცირე და დავჯარიმდით ცენტრის დონეზე თავიანთ ნახევარზე რუსებს აქვთ ბურთი წყნარად იანუშკინმა დაარტყა კიდეზე მოიგერია მანაც მანძილი ბევრი ვერ მოიგო 25 მეტრი იქნება ჩვენი ლელოდან და რუსები მარჯვნიდან ააგდებენ დერეფანში ბურთს ჩვენები დამწკრივდნენ უკვე აგერ 7-ნი არიან გორგოზე არ დადგა დერეფანში ესე იგი 5-ნი არიან და რუსებიც 5-ნი მიდიან დაზვერვა ჩაატარეს ჩვენი ნაკრების ანაკისევრება მოუგეთ მაგრამ ჩვენ მოვიგეთ ეს აუტი და შევუტიეთ კიდეც ატრიაშვილი უდევდა ჩვენსავე მოედნის ნახევარზე ხდება ეს ყოველივე სამოცდახუთი მეტრი გაქვს გასავლელი და აიტაცე და მიეძალეთი ვეთამაშებით მეტოქეს შემდეგ აბუსერიძემ დაარტყა ფეხით წინ ძლიერად ბურთს დაეუფლა მიხაილ ბაბაევი თვითონვე შემოუტია მაგრამ ჩაკლეს მისი შეტევა სტუმართა ნახევარზე ბურთით სტუმრები არიან და მარცხნივ ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას. იქიდან ტრიბუნისკენ ჩათამაშდა ბურთი იანუშკინს უკან გააქვს იქით გარედან შიგნით იყო ამიტომ მოედანში უნდა დაარტყან დაარტყეს ყველაფერს გადაცდა და საიდანაც დაარტყეს იქიდან იქნება ჩვენი დერეფა ჩვენ შემადგენლობა ფაქტობრივად იგივეა, რაც იყო წინა მატჩში ერთი კვირის წინ რუმინეთში დაგვიშავდა გიორგი შკინინი. კოჭიტკივა ძლივს ჩამოვიდა და როგორ გაძლო იმ მატჩში, გაუგებარია პირდაპირ ბოლომდე. მისვაგირად თამაშობს ირაკლი ყიასაშვილი 15 ნომერი, დავით კაჭარავას ყოლი და სწორი. ახლა ჩვენ უნდა ავაგდოთ მოგახსენებთ რომ საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორები არიან ლუდი ნატახტარი, ნავთობ კომპანია გალფი, ლიბერტი ბანკი, მხარდამჭერები შეპესე კვარცეტი, კავკასუს ოლნაელი ქართველი მორაგბეები დაზღვეულნი არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. და ზალ დაამთავრე ალბათ ის თემა თუ რატომ მოხდა დიახ, შკინინი დამტრეულია და თამაშობს ყიასაშვილი. დავით ლევან დათუნაშვილი გამოუშვა კლუბმა, გაათარხნა თამაში, ამიტომ დაიკავა თავისი ადგილი მეორე ხაზში და ვიტო კოლელიშვილი დისკვალიფიცირებულია მუშტიკრივისათვის, როცა ტინკუმ პროვოკაცია მოუწყო, ხოტორა ხუკერმა გამოცდილმა მოთამაშემ, ჩვენი ახალგაზრდა აცტუნა, მან კარგად ნოკაუტში გაგზავნა და ამის გულისთვის ისვენებს და მის მაგივრად თამაშობს გივი პერიშვილი. მოიგეთ შერკინება აბუსერიძემ გამოიტანა კვირიკაშვილი გზელი პასი აკეთა. ახლა შემდეგ ყიასაშვილი წინუა წინ დაინიშნება შერკინება. დავამთავრებს ზალის ასა და გეტყვით რომ შალვა სუთიაშვილი და მამუკა გორგოძეც გახსოვთ ერთი კვირის წინ დაშავდნენ რუმინელებთან შეხვედრაში და შესაძლებლები შეიქმნენ, მაგრამ მათ მოძებნეს საკუთარ თავში ის ძალა, რომელიც დღევანდელი მატჩისათვის აუცილებელი იყო მათი მოედანზე ყოფნა და სამედიცინო სამსახურმაც ყველაფერი იღონა, ასე რომ შალვა სუთიაშვილი და მამუკა გორგოძე დღეს თქვენს წინაშე არიან მწვანე მინდორზე. მართალია იერიშის დროს ბურთი წვინ გაგვარდა, მაგრამ საჯი გვათამაშებდა ხეირზე. ჯარიმები 2-0 ჩვენ სასარგებლოდ. შერკინებაში იყო ჯარიმა და რადგანაც ვერ გამოვიყენეთ ის ხეირი, ამიტომ ეკო ახლა ჯარიმას არტყავს კარში 20 მეტრი პირდაპირ 15 მარჯვნიდან. მეორეც და დღევანდელ შეხვედრაში მერაბ კვირიკაშვილისა. სტადიონი გაირინდა. და ამჯერად გაიხსნა ანგარიში 3-0 წინ საქართველოს ნაკრებია. მერვე წუთი მერაბ კვირიკაშვილი 3-0 დაწინაურდნენ მასპინძლები. ანტონ რიაბოვი განაახლებს ცენტრიდან თამაშს.
და კიდე ჩვენ 22-ში ბაჩხანელი დაეუფლა ბურთს და მარტივად აუტში დაარტყა იგი საკუთარი 22-დან. აჩხანელ ზურგზე აწერია ტრადიციულად 14 ნომერი, მაგრამ თამაშობს მარცხენა ფრთაზე. თოდუა აწერია 11 და თამაშობს მარჯვენაზე. ბოლო წლებში ესეთი ტრადიცია დამკვიდრა ჩვენ გუნდში, რაც რა თქმა უნდა ახალი არ არის მსოფლიო რაგბიში. დევიდ კემპიზი 11 ნომერი იყო, ავსტრალიის დიდი გარემარბი, ოღონდ მარჯვნივით გა. გასანოვია აგდებს აუტს. ისევ მოუგეთ რუსებს მათი აუტი და შეუტიეთ კიდეც კაკოვინია შეტევაში. შემდეგ წამოეხმარნენ იქ თავდამსხმელები. ბურთი ჩვენია, აბუსერიძემ გამოიტანა კიდევ ერთი დარტყმა. კაკოვინი 60 მეტრის ნიშნულზე. აბუსერიძე მარცხნივ იქით. ჩხაიძე ბურთს ვაკონტროლებთ. ვირიკაშვილი ბურთით და ჯარიმა. შებოჭილმა არ გაუშვა ბურთს ხელი. პირველი ჯარიმის დარტყმის უფლება ჩვენმა სტუმრებმა მოიპოვეს. დამტყმელი რამდენიმე ყავთ, ისე როგორც ყველა სხვა გუნდსაც. დამტყმელები არიან კუშნეროვი, რიაბოვი და იანუშკინი. ნახოთ ვინ დაიწყებს დღეს. 10 ნომერს რიაბოვს მოუტანეს ადგილი. რიაბოვი ახალბედა, ისე როგორც ჩვენთან ტარდება ექსპერიმენტები, ასევეც რუსები მსოფლიო თასის შემდეგ შეუდგნენ რაზმის გადახალისებას. რიაბოვი კრასნიარში თამაშობს. პირდაპირ 30 მარჯვნიდან 15. გააცდა ბურთი მიზანს. 3-0 ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. შეგახსენებთ მეროვე წუთზე კვირიკაშვილის დარტყმა ჯარიმიდან სუსტი აღმოჩნდა. ანუ გუნდებმა თითო ჯარიმა გააფუჭეს და ერთი ჩვენ გავიტანეთ 3-0 ჩვენ სასარგებლოდ 10 ნახევარი წუთის შემდეგ. 22-დან ვანახლებთ. კვირიკაშვილმა დაარტყა იქით შორი რა თქმა უნდა. გამართლებულია ყველანაირად ამ დროს. აიღეს რუსებმა, ცენტრის ზონაზე არიან მარცხენა ფრთაზე. ჩადეს ბურთი მიწაზე, იანუშკინი, 10 ვეტერანი და კაპიტანი. ისევ იანუშკინს გამოაქვს აქეთ. რიაბოვი მერე, გზელი პასი. 12 ნომერი. მაკოვეცკი. გაჭარა შებოჭა კარგად. შემდეგ ფეხით კარგად დაარტყა კვირიკაშვილმა, ფეხებში გაუძვრა რუსთა სველის ბურთი, მაგრამ თვითონვე დაეწია. ეს გახლდათ იური კუშნაროვი, გამოცდილი მორაგბია, იური გაგარინის სახელობის სამხედრო საჰაერო აკადემიის გუნდში, რუსეთის ჩემპიონ გუნდში თამაშობს. და ეხლა მარცხენა ფრთიდან ცდილობენ ისინი უპირატესობის მოპოვებას. გვიტევენ მარცხნიდან. ორნი არიან ჩვენს ბევრზე, მაგრამ კარგად გურთავობენ იანუშკინი და შებოჭვა საჭირო და მართლაც წავაქციეთ არა სახიფათო კონჩეტევა. 12 წუთი 3-0 საქართველოს ამარცხებს რუსეთს. რუსეთმა მარცხენა ფრთაზე სახიფათო გარღვევა განახორციელა. და 30 მეტრი დააკლდა ელით. ბურთი გადაუვარდა წინ და აბუსერიძე შეაგდებს შერკინებაში ბურთს. სტადიონი თითქმის სავსეა, ბილეთი 5 ლარი ღირდა. გასახდა გუშინ შუა დღეზე, პირველი შემთხვევაა ეს ქართული რაგბის ისტორიაში. დავწარით მათი შერკინება, მიგვავს 5 მეტრი გავიარეთ, გორგოზი აკონტროლებს ბურთს 8 ნომერზე, გამოიტანა აბუსერიძემ და მერე მოგვსვა მსაჯმა ის ჯარიმა. აბუსერიძემ სასწრაფოდ გაათამაშა, სხვების თუ მიყვებიან, კარგი იქნება, მსაჯი კიდევ გვადროებს, 10 მეტრით გადაწევს წინ ჯარიმას, რადგან იმათ გასვლა ვერ მოასწრეს. ანუ ამ ერთი ჯარიმით და ჩქარი გათამაშებით კიდე 10 მეტრი მოვიგეთ და ეხლა 55 მეტრი გვაქვს გასავლელი, რა თქმა უნდა დაწყნარდებით და კვირიკაშვილი დაუმიზნებს კიდეს. დერეფანში ავაგდებთ ბურთს მარჯვენა კიდიდან.
28 მეტრი იქნება ლელონდე გასავლელი. რუსები ჩამწკრივდნენ, ჩვენ ნელა დინჯად მივდივართ და გზაში ლაპარაკობთ თუ რაზე უნდა რა კომბინაცია უნდა გავათამაშოთ. მე ცოტა შეუთანხმებლობა იყო სუთიაშვილის ხელზე მოხვდა თითქოს წინ გადავიდა, მე იქ აიღო დათუნაშვილმა საჯმა არაფერი არ თქვა, შეიძლება რუსებმაც წაარტყეს იმ დროს ხელი, ყოველ შემთხვევაში იერიში გრძელდება 20 მეტრზე აბუსერიძეს აქვს ბურთი, გამოვიტანა კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმა იქ მორკინალები არიან ჩასული და ჭიდაობენ, გორგოძეც იქ არის კაკოვინთან. აბუსერიძემ აიღო ისევ ფრონტის შუაშია თამაში უკვე მარცხნივ. კაჭარავა მივიდა პირდაპირ 20 მეტრი მარცხენა კიდემდე მოვიდა უკვე ბურთი. ნახოთ ჩავდეთ ისევ მიწაზე და ეხლა მარჯვნივ შეუტევთ იქიდან. კვირიკაშვილი კიდევ ერთი დაჯახება და კონტაქტში ბერიშვილს უვარდება ბურთი წინ მამაჩი თუ აბსდები უკვე მეორედ და ჩაიშალა ის ერიში 14 წუთის მერე საქართველო ამარცხებს რუსეთს 3-0. კარგი იყო რა თქმა უნდა კაჭარავას მიცალება. ამ რასიზამ ყველაფერი ვერ აეწყობა ესე ნერვიულობენ კიდევაც ცოტა უნდა გახურდნენ. რუსები შერკინება 25 მეტრის ნიშნულზე დავახევინეთ უკან. ვერ გამოიტანეს. არა გამოვიდა მაინც ბურთი იქვე არიან. ჩვენს დაცვაში ჩაეფლენ. გასავლელი რაღაც ძალზე ბევრი აქვთ, მე ისევ გარედან შიგნით მისცენ უნდა დაარტყან. მისეს უნდა დაარტყან მოედანში ყიასაშვილი თუ აიღებს ბურთს. აიღო კიდევაც და წამოიწყო კონჩეტევა. ამოვიდა 40 მეტრს და გაუსხდა. ბურთი მოისროლა მე სხვების უნდა მიყოლოდნენ, იქ ცოტა რისკიანად მოისროლა. არაუშავს ისინი დაეუფლენ და ბურთი მიწაზე აქვს და იქ საფეხით თამაშობენ, ზუგში დაგვირტყავენ ყიასაშვილი ასული იყო. სხვას უნდა დაეკავა მისი ადგილი, არავინ არ დაიკავა. რამის კართან მივიდა აი ძელებთან ბურთი, ბოლოს აიღო კვირიკაშვილმა და ეხლა დინჯად წყნარად უნდა დაარტყას კიდეზე. დაარტყა და აქეთ სარეკლამო ფარები საკეთ გადგვაგდო დასავლეთ ტრიბუნაზე. ნუ პირველი 15 წუთი გავიდა, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, მაგრამ რაღაცა ეს ტრადიცია წლევანდელ გათამაშებაში დამკვიდრდა, ასე იყო გახსოვთ ალბათ წინა შეხვედრაშიც. როდესაც რუმინეთში ვთამაშობდით, კიდევ ასე იყო თბილისში გამართული მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან, მაგრამ შემდეგ როგორც კი დადგება ის მომენტი, როდესაც დავიჭერთ ჩვენ თამაშს, მერე უკვე მეტოქეებს აღარაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ როგორმე თავი დაიცვა. ასე იქნება ალბათ დღესაც მე ამის იმედი მაქვს, ამასობაში რუსებმა მოიგეს თავიანთი აუტი იანუშკინი. პირველი აუტი იყო რომელიც მოიგეს თემურ დღეს, აი ხუთკაც აყენებენ. ჩვენ ორი აუტი წავართვით და აი ჯარიმა წაქსეულებზე ზემოდან დაწოლისათვის. ისევ იმავე წერტილიდან დაარტყავენ ჩვენი სტუმრები. ნახოთ. პრაქტიკულად მანძილი იგივეა, დაახლოებით 27-25 მეტრი და 15 მეტრი კილის ხაზი. ამასთან ყველაფერს ხედავთ ჩვენი რადიოს მსმენელებისთვის ისე კონკრეტულად მომხდარნე რაღაც დეტალებს. დაარტყა და მეორე დარტყმაც გაუწევდა რეაბოვს 3-0 წინ ისევ საქართველოს ნაკრებია მერვე წუთზე გატანილი ერთი ჯარიმის შემდეგ, რომელიც მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა. ნუ რუსეთის ნაკრები რა თქმა უნდა მაქსიმალურად ეცდება რომ დღეს გვაჩვენოს ის თუ რა შეუძლია ამ ნაკრებს, რადგანაც ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, ჩვენი დღევანდელი სტუმრებიც ქმნიან ეგრეთ წოდებულ ახალ გუნდს, ეძებენ ახალ სისხლს იმისთვის, რომ რუსეთის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასისათვის შექმნას გუნდი, რომელიც ამ თასზე ჯერ გასვლის უფლებას მოიპოვებს, ხოლო შემდეგ კი ითამაშებს, ნუ მსოფლიო თასზე რუსების დებიუტი მოგეხსენებათ შერდგა შარშან ახალ ზელანდიაში და იქიდან ერთი კინკილა ბონუს ქულით დაბრუნდა ჩვენი სტუმარი. მათმა უელსელმა თავკაცმა პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ შევეცდებით თბილისში იმ გამოცდილ მოთამაშეთა ჯგუფს შეუწყვილო ახალ ბედებიც, რადგანაც მოხსნა ფსიქოლოგიური კომპლექსი, რომელიც რუსეთის ნაკრებს აქვს. აი ახლა თუშელის ფსიქოლოგიური კომპლექსის მოხსნა ამ ორ დარტყმას, რომელიც ჯერ განახორციელა მამუკა გორგოძემ და შემდეგ კაკოვინმა და შეუტიეთ მარჯვნიდან
უკვე 22-ში ვართ. კარგად გავიდა შესანიშნავი შეტევა. გაჭარავა. იასაშვილი და ლელო. არა არის ლელო, არ არის. ბოლოს წინ პასი იყო, შეიძლება ფეხი წინ პასი. ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ალბათ გვაჩვენებს ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი ამ შეტევას და მივადევნოთ თვალი. აი რა კარგად გაინთავისუფლა გაჭარავა. მეთქისაგან თავის შემდეგ იასაშვილი და წინ პასი შერკინება ზუსტად 5 მეტრიან წვეტილზე, იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებისკენ მარცხენა კუთხეში. ისედაც მერე ბაბაევმა 14 ნომერმა კარგად შებოჭა ირაკლი ყიასაშვილი. ძალზე საქმე, პირველი რეალური მომენტი იყო ახლა სალონში. მანამდე კარგი შეტევა ჰქონდა და აი ეს ახლა მივაწექით კარგად, მაგრამ სწრაფად გამოიტანეს შერკინებიდან ბურთი სტუმრებმა, ჯერჯერობით ისევ კრიტიკულია მათი სიტუაცია 2 მეტრის მოშორებითაა ბურთი რაკში. და დაუბრუნეს უკან ძველს იური კუშნარიოვს, რომელმაც ფეხი დაარტყა წინ და განმუხტა აუტში და განმუხტა სახიფათო მდგომარეობა რუსთა ჩათვლის მოედანთან ახლოს. როგორც ზალმა გითხრათ, პირველი რეალური შანსი გაგვეხსნა დღევანდელ შეხვედრაში ლელოების ანგარიში. წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ეს არაფერია, დრო ბევრი გვაქვს, მიმდინარეობს მე-20 წუთი მატჩისა და აუტი ჩვენ უნდა მოვაწოდოთ. ზუსტად 22 მეტრის ხაზზე, იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან, აუტიდან ბურთი უნდა ააგდოს ირაკლი ნატრიაშვილმა. რა თქმა უნდა, საჩქარო არაფერია, ლელო გავა, როცა მეტოქე დაიღლება, ლელოებიც გავა, შეიძლება ზედიზედაც გავიდეს. ისევ აუტი, ამჯერად რუსები შემოაგდებენ ბურთს თამაში. თუ მანამდე იქ დუდუ კუბრიაშვილს აღმოუჩენენ მცირეოდენ დახმარებას, ალბათ საშიში არაფერია, პაუზა და შეგახსენებთ, რომ დღეს 7 საათზე ესპანეთში მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები ხვდება რუმინეთის ნაკრებს და აი ამ შეხვედრაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ უნდა გაიკვეს და გადაწყდეს, მაგრამ ჯერ მთავარია თბილისში მოვიგოთ შეხვედრა რუსების ნაკრებთან ჩვენთვის სასურველი ანგარიშით, ანუ 5 გოლიანი უპირატესობით. იგი ჩვენ უნდა მოვიგოთ, ულაპარაკო აუცილებლად გვჭირდება სასურველი ავიღოთ აი ეს პრემიაც, მე-5 გოლაც, ანუ ამისათვის გავიტანოთ მატჩი მინიმუმ 4 ლელო. მაგრამ თუ ვერ მოვიგებთ და იქაც ესე იგი მადრიდში ვერც ესპანეთი ვერ მოიგე, ვერ დადებს მე-4 ლელოს და ვერც რუმინეთი მაგითი არაფერი არ დაშავდება, მაგრამ ვირჩევნია რომ საქმე წინ წავიდეთ. ნუ იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს დღევანდელი მატჩის შემდეგ დარჩენილი აქვს 1 შეხვედრა. გახსოვთ ალბათ, რომ ეს არის პირველი ტურის მატჩი უკრაინის ნაკრებთან, რომელიც 9 ივნისს გაიმართება ოდესაში, როგორც ზალმა მითხრა და აი პირთამდე სავსე ლოკომოტივის ბაპატიეთ მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონი და ჩინებულია ეს ყველაფერი. მართლაც თვალსაჩინია ის, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე, ანუ სავსე სტადიონზე თბილისში საქართველოს ნაკრები პირველად თამაშობს. სავსე სტადიონი მაქვს მხედველობაში. პირთამდე სავსე სტადიონი. ძალზე ვერევით შერკინებაში მეტოქეს აიხლაც მათ ბურთზე დავახევინეთ უკან და ბოლოს დაჯარიმდნენ, წამოიშალნენ, ადრე ადგნენ და რადგან 3-0-ია საოცარი ერთსულოვნებაა ტრიბუნაზე და ის მექსიკური ტალღა უკვე მეორედ გადაუვლის ახლა აქეთ დასავლეთიდან, შემდეგ აღმოსავლეთისკენ სტადიონის ტრიბუნებს. აბუსელიძემ კვირიკაშვილის ჯარიმა დაარტყმევინა კიდეზე და არა კარში. 3-0 კმარა, ეხლა ლელოს გატანის დროა, ვნახოთ 5 მეტრის ნიშნულზე მარჯვნიდან. ავაგდეთ სუთიაშვილმა მოიგო ჩამოხსნა ორი ხელით გორგოზე ჩაუკრიტყეს ბურთი წინ თამაში იყო, წესი ჯარიმაა მორიგი. განგებ წინ ჩაუტყეს. იზიახ ჯარიმამ საჯმაც ზუსტად ესე დაინახა ეს ყველაფერი. ჩხარა გაათამაშა გორგოზე. თავარია ბურთი დატოვოს მოედანში ეხლა აქეთ. დატრიალდა მოლიქ ზედახორა, კიდევ ჯარიმა გვერგება, საჩხელი აქვს ჩვენსგან გაშვერილი, ანუ მესამე ჯარიმა იქნება ზედიზედ. მესამე ჯარიმა, ზედიზედ მესამე ჯარიმა ისევ კუთხეში ერთსა და იმავე ადგილზე. იქნება აგვეღო შერკინება და შეგვეთრია ელემენტარულად, ვერ გვიდგებიან ისე. ალბათ შეიძლება ასეც იყოს. ნახოთ
Ja, ზუსტად ესია. პირველად დერეფრიდან შეუტიეთ, მეორედ მერე ჩქარა გაათამაშა გორგოძემ და ეხლა ავიღეთ შერკინება. ახლა ეს ვერსიაც მოვსინჯოთ. იწურა 23 წუთი. აბუსერიძე აგდებს შერკინებაში ბურთს. თავარია შევაგდოთ სუფთად. სწორე, თუმცაჯი არაფერზე არ შეგვედავოს და დაიზრა შერკინება გორგოძე აკონტროლებს ბურთში. მაგრამ ისინი ჩაჭუნენ. მორიგი ჯარიმაც სასწრაფოდ გავათამაშეთ. ახლოს ავართ მიზანთან. 2 მეტრია ჩათვლის ხაზამდე. აი კიდევ ერთი მიცალება და რაღაც ეს გორგოძის ლელოა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მონპელიესა და ჩვენი ნაკრების თავდამსხმელი დღეს ფურთიანად შევიდა თამაშის 24 წუთზე რუსეთის ნაკრების ჩათვლის მოედანზე. ნახეთ რა მშვენიერი ხედით თავაზობენ განმეორებით ამ ეპიზოდს. რა თქმა უნდა, ორი მოთამაშე გორგოძისათვის ეს პრაქტიკულად არაფერია და აი დაამტკითა კიაც. თან რომელ მოთამაშეებზე ყო საუბარი 9 და 10-ზე, რომელი ჯანით ვერ გამოირჩევიან, ამიტომ სწორედ გააკეთა სულ ყველაფერი, შექმნა ეგრეთ წოდებული მის მატჩი დიდი კაცი გავიყვანეთ ჩიებზე და ისინი ვერ დაიჭერდნენ მით უმეტეს ეგეთი მანძილიდან, თორე სადმე მოედნის შუაში შეიძლება გააჩერო. ახლა ჯერი კვირიკაშვილზეა. რეალიზაცია უნდა დაარტყეს. ვითნოლი 24 ნახევარი წუთის მერე ერთი ლელო უკვე მარაკში ვაქ. დაგვრჩა 3. გამორბენი და ზუსტად დაარტყა კვირიკაშვილი. ანგარიში დავწინაურდით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, ვიგებთ შეხვედრას. 10-0-ია და 25 წუთი იწურება. ეხლა ბიჭები აღარ ინერვიულებენ, უფრო დაწყნარდებიან, უფრო გალაღდებიან, უფრო სწორედ და უკვე აი 10 ციკულა უკვე კარგი მარაგია და შეუძლია ცოტა თავისუფლად ითამაშონ. საზე შორს დაარტყეს, მეგონი გადავაკიდევაც არის. არა, ყიასაშვილმა მარტივად აიღო დადო ბურთი მიწაზე და 22-დან განახლდება შეხვედრა. ჩვენი 22 მეტრის ხაზიდან რადიოს ველთა საყურადღებო. რაგბი პირველად სტარტდება ამ სტადიონზე, პირველად ჩატარდა 1960 წელს, 63 წელს დიდი შეჯიბრი იყო. სტადიონი ბევრჯერ განახლდა, მერე და ის უკანასკნელი განახლების შემდეგ მართლაც საუკეთესო არენა არის. კარგია რომ ის ღობები აღარ არის, რომელიც მოედანს საზღვრავდა, იმის მაგივრად სარეკლამო ფარებია განლაგებული. მაყურებლისთვის და კომენტატორისთვისაც ერთი სიამოვნება აქ თამაშის ცქერა და წაყვანა. მთელი მოედანი ხელის გულივით აჩენს. ჩვენი აუტია. აგდო ნატრიაშვილმა მოვიგეთ აუტი და ეხლა სწრაფად უნდა გავათამაშოთ კვირიკაშვილის პასი და შემდეგ აქეთ მარცხნივ მაჩხანელამდე მოაღწევს თუ არა ბურთი საქმე ისა არა. იქ თამაშობდა კაჭარავა და რა წინ თამაში. მამუკაძეს ეხლა მეწელს ბოლო დროს გორგოძე მაინდა-მაინც კონტაქტს არ ეშურება ხოლმე, სადაც ყველა მიციან რომ აი თუ დაეჯახავიდეს რამდენიმეს მიიზიდავს და პასაობაზე არის უფრო გადასული, რა ძალიან გვახარებს. აკი აგერ რუსთა ბანაკს გვაჩვენებენ და სიუა ტაუმალო ყავთ ბეკების ჭურთნელი ისტონგელი, ვინც 99 წელს 3 ლელო დაგვიდო ეროვნულ სტადიონზე. 10 ბეკების ჭურთნელია. შერკინება აბუსერიძე გამოიტანა შარიქაძე კარგად მიეძალა ჩვენია ბურთი. კიდევ ერთი დარტყმა. დათუნაშვილი შარიქაძე და დათუნაშვილი წორივე ჩაფხუტებით თამაშობენ. შარიქაძეს ნაცრისფერი ახურია და დათუნაშვილს უფრო რაღაც შხალი ლურჯი, ხოლო ჩხაიძეს თეთრი. დავჯარიმდით ცენტრში. ქრის გიფს გვაჩვენებენ ჩვენი ნაკრების მეორე მწვრთნელს, შერკინებასთან მუშაობს. ხოლო მილტონ ჰეიგი ჩვენს გვერდით
ერთ-ერთ კაბინაშია და იქიდან ვერავს თამაშს, რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეა მიღებული თავარი მწვრთნელის ზემოდან ადევნებს თამაშს და შემდეგ უკავია ვიდეო ანალიტიკოსთან ერთად, ხოლო ქვევით არის მისი რამდენიმე ასისტენტი და მათ კარნახობს იქ რაც თუ რა უნდა გააკეთონ, ბიჭებს რა გადასცენ. დავჯარიმით ცენტრში, წავართვით აუტი კიდევ. რუსების მოწოდება იყო, ჩვენ მოვიგეთ ეს აუტი 22 მეტრის ხაზთან ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ. და მარტივად ისევ აუტში დაარტყავს კვირიკაშვილი. არა, დაკიდა ბურთი საკმაოდ შორს და ჩაკიდა ბურთი. ახლა კოშტარიოვი ცდილობდა მის დაუფლებას, საბოლოოდ მაინც შეძლო, მოახერხა და დააბრუნა, ოღონდ დააბრუნა აუტში. კარგად დააბრუნა, მოდით ნუცმაც დაუკარგავთ, კარგ თამაშს. რაგბის თავისი ტრადიცია აქვს და მეტოქის კარგი თამაშიც უნდა შევნიშნოთ ხოლმე. 10-0 საქართველოს ამარცხებს რუსეთს 29 წუთის შემდეგ. და ჩვენ ვაწვით აუტს ნატრიაშვილი ააგდებს. ორი ხელით ჩინებულად ჩამოიღო გიორგი ჩხაიძემ ბურთი, შეკრა მოლი და მივაწექით მივიწევთ წინ. მეთოდურად ნაბიჯ ლამის მოედნის ცენტრამდე ავედით, აი კიდევ ერთი შეტევა და უკვე რუსების ნახევარზე გადავიყვანეთ მათი თავდამსხმელები. მერე ისინი მოგვაწურენ, მერე ჩვენ გამოვიყავით აბუსერიძეს ჰქონდა ეხლა ჩხაიძე ოფლაუდი მიართვა, თოდუა ფინტი გააკეთა დადეს მერე ბეჭებზე აბუსერიძე დაწუდა ბურთს, აქეთ გადმოისროლა, ხაზზე გამოიტანეს, შემდეგ აკოვინმა გრძელი პასი ხაზზე მარცხნივ აქ შესანიშნავი შეტევა ყიასაშვილი და გვერდში ყავდა აქეთ მარცხნივ მაჩხანელი მარჯვნივ გააგრძელა შეტევა შესაძლებელია სწორედაც მოიქცა ძელი განსასჯელია რადგანაც ძალიან მცირე ადგილი ჰქონდა დარჩენილი ყიასაშვილს და მას ბურთიანად აუტში გადაიყვანდნენ ასეა თუ ისე აი ეს კარგი შეტევა ესეთი ფეთქებადი შეტევა იყო სწრაფი ხაზის მიერ წამოწყებული და გათამაშებული მარცხენა ფრთაზე კარგია ყიასაშვილი წვავეთ თამაშობს როგორც ჭკინინი თამაშობდა ასევე ყიასაშვილიც დიდებულად აცვლის ამ ბიჭს რა თქმა უნდა მეტი უნდა ქონდეს აქამდე ნაკრებში ნათამაშები მე-6 შეხვედრას ატარებს ცოტა თან ძალზე სტაბილური დამთმელიც არის ჭკვიანი ბიჭია ხარტი არის მაგრამ რასიზამ მწვრთნელებს ყველას თავის შეხედულება აქვს და ალბათ წინა მწვრთნელებს მაინდამაინც არ მოწონდათ რაღაც იანუშკინი შეაგდებს ბურთს შერკინებაში მაგრამ საჯი თხოვს რომ სწორად დადგნენ შერკინებაში მათ შერკინებაში შექნება ძალზე დიდი პრობლემა რადგანაც მთლიანად გამოუცდელი პირველი ხაზი ყავთ. აი აქეთ ვოლკოვი, გასანოვი და ზიკოვი, სხვა ზიკოვია, ის ზიკოვი არ არის, ძველი მოჭიდავე ყოფილა და დაუნებებია ჭიდაობის თავი ინოკენტი ზიკოვი. სლავა ზიკოვზე არ არის ლაპარაკი. ავიტაცეთ გორგოძე. ისევ გორგოძე. სამკაცზე ისევ მოისროლა სამივე მეტოქე. ბურთი ჩვენია. კარგი შეტევა მარჯვნივ პასია საჭირო და ლელო იქნება. კვირიკაშვილი უკვე ხაზი არის რამის. ორჯერ შეგვეძლო ლელოს გატანა. ცოტათი ბურთს ვერ შეელიან დროზე, მაგრამ არაუშავს. გრძელდება აი მესამე დარტყა, მესამეც და მეორე ლელო დღევანდელ შეხვედრაში. დღეს ბატონებო ლელოები იმდენი იქნება, რამდენიც ჩვენ გვჭირდება და შესაძლოა ცოტა მეტიც. 15-0-ია ანგარიში ამ წუთისათვის 32 წუთი მიმდინარეობს და რეალიზაციას დაარტყავს ისევ მერაბ კვირიკაშვილი. დიახ, როგორც გითხარით მეც და ზალმაც უნდა გვეპოვა ჩვენი თამაში და ვიპოვეთ ეს თამაში და ამას დაახლოებით სადღაც 18 წუთი მოვანდომეთ და შემდეგ ყველაფერი მიდის იმ წესით, იმ ადალთით და იმ გრაფიკით და იმ სტილში თამაშობს საქართველოს ნაკრები რომელსაც მიგვაჩვიეს ჩვენმა მორაგბეებმა. ნახეთ, კარგი დარტყმა იყო და მოდი გავიხსენოთ, რითი დაიწყო ყველაფერი, რუსებმა ვერ გამოიტანეს შერკინებიდან ბურთი. ჩხაიძემ მერე შემდეგ გორგოძეს ჰქონდა ბურთი, მერე დათუნაშვილს ჰქონდა და მერე აი შემდეგ მესამე ფაზაში ჩხაიძემ ახლოდან შეიტანა ლელოში ბურთი. ჩხაიძე ჩვენ ნაკრების ერთ-ერთი ვეტერანი. 56 შეხვედრას ატარებს ნაკრების შემადგენლობაში.
იგი მარჩხანელს ჰქონდა 53 კეპი აქამდე, კაჭარავას 50, კვირიკაშვილს 59, აბუსერიძეს 78, ჩხაიძეს 55, დათუნაშვილს 58, გორგოძეს 53. და ზიბზიბაძეს 61 აქვს რეზერვშია და ალბათ შემოვა მეორე ტაიმში. 15 ზუსტად დაარტყა 17-0 მერაბ კვირიკაშვილი. მას ერთგვარად საიუბილეო შეხვედრა აქვს დღეს მე-60-ე მატჩს ატარებს მერაბ კვირიკაშვილი თუ არ ვცდები. ხოლო ლევან ლეკვეიშვილმა დაგვანახა რიჩი დიქსონი. ჩვენი ნაკრების წინამწვრთნელი, რომელიც საქართველოში მსოფლიო თასამდეც იყო, თასის შემდეგაც დარჩა, ისევ კურირებს და ისევ აგზელებს IRB-ის იმ პროექტებს, რომლის განხორციელების შედეგად ძირეულად შეიცვლება ჩვენი რაგბის სტრუქტურა ალბათ უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ IRB-სა და FIRA-ერის მაღალი რანგის სტუმრებიც არიან დღეს თბილისში ჩამოსული და სამთავრობო ლოჟიდან ადევნებენ შეხვედრას თვალს. მაგრამ ყველაზე მაინც საინტერესო დღევანდელ შეხვედრაში ის, რომ ჩვენ ამ მატჩს მოვიგებთ უკვე ეჭვს აღარ იწევს, არის ის, რომ ნემსი არ ჩავარდება სტადიონის ტრიბუნებზე, პირთან დიასავსე მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივი. აუტ იქით აღმოსავლეთ ტრიბუნებთან. ანუ 34 წუთის მერე 17-0 და 2 ლელო. გრჩება 2 ლელო, რომ მოვიგებთ ცხადია, 2 ლელო გჭირდება კიდე. და მერე დინჯად მადრიდის თამაშსაც დინჯად ჩაველოდებით და მერე ივნისში ოდესაში ვისიცაც. ჩხაიძეს რაღაცა ეთქინა. პესო აბრამიშვილი შემოვიდა, აგერ უყინავს ხარს. პრაქტიკულად საქართველოს ნაკრებისათვის დღევანდელი მატჩია პრინციპული, რადგანაც როგორც გითხარით, პირველი ტურიდან გადატარელი შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება ოდესაში უკრაინის ნაკრებთან. უკრაინის ნაკრები არა მხოლოდ ტოვებს ელიტას გათამაშებას და ჩავა ქვედა დონეზე, არამედ ის გახდა ერთგვარი ბეღელი ყველა გუნდებისათვის, რადგანაც ვისაც რა ანგარიში თუნდა, იმ ანგარიშით ამარცხებს რუსეთის ნაკრებს. ამით იმისი თქმა მინდა, რომ რუსეთის ნაკრებთან დარჩენილი, ანუ პირველი ტურიდან გადატარელი მატჩი პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. ჩვენ მოვიგებთ იმას, იმ ანგარიშით რამდენიც დაგჭირდება უკრაინის ნაკრებთან, მაგრამ საქმე მანამდე არ მივაღრმა და ვარ დარწმუნებული, პრაქტიკულად ჩვენ დღეს უნდა გავინახოთ ევროპის ერთა თასი. რუსებმა ჩათამაშეს ბურთიესზე და მერე გადაუვარდათ წინ. და ჩვენი შერკინება. გესმით ყიჟინა ტრიბუნებიდან შეძახილები, აი ასეთი გულშემატკივრობის ღირსი ნამდვილად არის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები. ამ ბიჭებმა ეს უდაოდ დაიმსახურეს. აი ერთი სექტორი შეუსაბელი იყო, ორი სექტორი უпростоრეთ ჩვენს პირდაპირ დიაგონალზე იქით, სადაც ხამები არ არის და იქაც კი შემოვიდა ხალხი და დადგა და უყურებენ. ანუ ძალიანად შევსებულია სექტორი და კიდევ ერთი შეტევა. აბუსერიძე, კვირიკაშვილი ფეხი დაარტყა, არა, აუჩი ბურთი არ გადავიდა, მას დაეუფლა კუშნარიოვი და ფეხი დაკიდა ჩვენს 22-ში აქ ყიასაშვილია. ფეხითვე დააბრუნა, ძლიერად დაარტყა და ამჯერად აუჩი. კარგი იყო ჩარნაფიქრისა და შესრულებაც. მეტოქის ნახევარზე გადავიტანეთ ბურთი, იქ სადაც 10 მეტრა წვეტილია, აი იქიდან უნდა იქნას აუტი მოწოდებული. აი ხლა ოდნავ ტემპი დავაგდეთ 1-2 წუთი და აი ხლა უნდა მოყვეს აფეთქება ამას მორიგი აფეთქება და პირველი ტაიმი ჯობია 3 ლელოთი დავამთავროთ. რა თქმა უნდა ჯობია. დამეთანხმეთ. გასანოვი აგდებს ტელეფონში ბურთს, ისიც კრასნოიარსკენი. ბევრია ციმბირელი, ბევრია მონინოელი და რამდენიმე ლეგიონერი ყავთ, აი ესე განდაგანწავიდა იანუშკინი, ჩაირბინა იქ ყველამდე, ფრონტის შუაში თვითონ მიიტანა ბურთი. და შემდეგ მიწაზეა. რუსებმა გამოიტანეს, აქვე გეტყვით, რომ საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორები არიან ლუდინა ტახტარი, ნავთობ კომპანია გალფი, ლიბერტი ბანკი. ხარდამჭერები შეპესე კვარციტი, კავკასუს ონლაინი. ქართველი მორაგბეები დაზღვეულნი არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. ანუ აი ამდენი მოკეთე ყავს ქართულ რაგბს და იმედია რომ აი მორიგი ამდენი წარმატებების შემდეგაც
კიდევ უფრო მოგვემატებიან მოკეთეები, სპონსორები, მეოხები. და რაგბითან დახდება სახელმწიფო საქმე. რაც პრაქტიკულად უკვე სახეზეა. სახეზეა უდავოდ ყველაზე წარმატებული სპორტია დამოუკიდებელ საქართველოში. თვითონ ის ფაქტიც რომ ფეხბურთის ფედერაციამ დაგვითმო ეს სტადიონი და გვათამაშებს აქ მიხეილ მესხზე უკვე დიდი მადლობა მათ ეს რა თქმა უნდა ესენი ჩვენი კომაგები არიან ფედერაციას ისე როგორ ჩვენ კოლეგიალობისათვის. ვატრიეთ ჩერკინებამ საჯმა დანიშნა ჯარიმა გორგოზემ სასწრაფოდ გაათამაშა. 10 მეტრი არ გაიარეს და კიდევ ერთხელ გამეორდება ეს ყველაფერი. ესე იგი ნებისმიერ შერკინება თავდება იმით რომ თუ მათია ბურთი ისინი უკან იხევენ და ვერ გამოაქვთ, თუ ჩვენია ვატრევთ 10 მეტრზე და მერე გამოგვაქვს და ისინი წამოდგებიან ადრე და გვერგება ჯარიმა. და გორგოზეს რადგანაც აქვს ბურთი ამ დროს, ამიტომ ათამაშებს ჩქარა. მერე მაგითი მოვიგებთ 10 მეტრს. ახლა კვირიკაშვილს აბუშერიძე არტმენიებს კიდეზე. იფიქრეს მოდი ჯერ იქით დავარტყავთო, ახლა გადაწყვიტეს რომ აქეთ დავარტყათ, რადგანაც დერეფანი თუ აქეთ იქნება, ჩვენ ხტომეს მარჯვენა ხელით შეიძლება ბურთის მოგება. ზუსტად სტუმართა 22 მეტრის ხაზი როკვეც კიდის ცხადს იქიდან ავაგდებთ აუტს. ირაკლი ნატრიაშვილი ბურთით ავაგდეთ და ისევ მაღალ ნახტომში ჩინებულად მოვიგეთ, მაგრამ რა ომსაჭმა. სწორი არის აგდებული, სწორი არის. ზუსტად დერეფნის შუაში უნდა იყოს ბურთი აგდებული და რადგანაც ეს წესი დაირღვა, დაინიშნა შერკინება. ჩვენი საათის მიხედვით პირველი ტაიმის ბოლო ბურთი. პაუზა თითქმის არ ყოფილა, 2 იყო ძალზე მცირე აი ტრავმების გამო. თუ ეს ბურთი არ არის ბოლო, შემდეგი ნამდვილად კი იქნება და კიდევ მივაწექით ბურთი ჩვენია, ავიტაცეთ გივი ბერიშვილი ბურთით. შემდეგ რა ხდება? გამოიტანა კვირიკაშვილი. კარგი შეტევა შარიქაძე. კიდევ ერთი მიცალება ეს ნატრიაშვილია. უახლოვდებით სტუმრების ჩათვლის მოედანს, ოდნავ უკან ახლა ვასილ კაკოვინი ჩართეს შეტევაში. ხაზის მოთამაშეებმა ჯობია მართლა ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ და იქ რამე შექმნან. აი, კარგად შეიკრნენ. ბურთი უნდა გამოვიტანოთ აქეთ. 22-ის ხაზია თამაში. მათი დაცვა ჩამწკრივებულია ზუსტად 22-ის ხაზზე და გავაჩაღეთ რა თქმა უნდა იქიდან ძალური სოლოები. დათუნაშვილმა დაკრა პირველმა და დავჯარიმდით. ბოჭვაზე გვერდიდან შეშვლისათვის. პირველი ტაიმის ბოლო ჯარიმა ალბათ, რადგანაც დრო უკვე გაწითლდა თქვენს ეკრანზე 42 წუთი მიმდინარეობს და დამთავრდება მატჩის პირველი ტაიმი. კაკოვინი დააჯარიმეს გვერდიდან შეშვლისათვის ზე ნაკლებ უფრო იმისათვის რომ წაქცეულებს დააწვაზე. ამრიგად მატჩის პირველი ტაიმისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა 17-0-ია ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ამავე სტილში, ამავე ტემპში გავაგრძელებთ მატჩის მეორე ტაიმსაც და პროგრამა მინიმუმიც მატჩის მოგება და მაქსიმუმის ღრმად ვარ დარწმუნებული 4 ლელოს განსხვავებით. დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრები მოიგებს. შევისვენოთ 7 წუთი და შემდეგ დავბრუნდეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს. ვაგრძელებთ რეპორტაჟს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონიდან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება რაგბიში ევროპის 1000-ის გათამაშების მეხუთე ტურის კალენდარული მატჩის მეორე ტაიმი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 17-0-ია, შეხვედრას მასპინძლები ქართველი მორაგბეები იგებენ. და აი ახლა ჩვენი რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი განმეორებით გვთავაზობს პირველი ტაიმის საინტერესო მომენტებს. გორგოძის პირველი ლელო, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე თქვენს ეკრანზე ბურთითა და პირველი ლელოთი. ულოცავენ თანაგუნდელები მას პირველ ლელოს დღევანდელ შეხვედრაში. ახლა მეორე ლელოს ხედავთ, რომელიც დაიდო უკვე ბოლოსკენ 33 წუთზე გიორგი ჩხაიძემ შეიტანა. ასევე ჩვენმა სხვა ვეტერანმა. ორივე ლელო დღეს შევიტანეთ მორკინალებთ, რაც გასაკვირის არის. ვერევით მეტოქეს შერკინებით ყველანაირად. ტელეფონსაც ხშირად ვგებთ. თუ თანმიმდევრობას არ დავარღვევთ, გეტყვით, რომ პირველი ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა პირველი ჯარიმიდან გახსნა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში, შემდეგ ლელოები და კარგად დარტყმული რეალიზაციები და ჯამში ეს ყველაფერი 17 ქულაა, 17-0 საქართველოს ნაკრები ამარცხებს რუსეთის ნაკრებს. ახლა ვიდრე მოედანზე შემოვლენ გუნდები, კიდევ ერთხელ ჩაგიკითხავთ დღევანდელი მატჩის მონაწილეთა ვინაობას. ეს მათთვის, ვინც შესაძლოა ჩვენს რეპორტაჟზე დაიგვიანა, მაგრამ არ ამგონია. რადგანაც დღევანდელი მატჩისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სავსე სტადიონის ტრიბუნების წინაშე თამაშობს. დიახ, ნემსი არ ჩავარდება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე, გადაჭედილია ტრიბუნები და უფრო მეტიც. აქ როგორც იცით, მიმდინარეობდა რეკონსტრუქცია და ჩინებულადაა გაკეთებული მიხეილ მესხის სტადიონი. არ არის დამთავრებული იქ ერთი ტრიბუნა, სადაც ჯერჯერობით სკამები არ არის დამონტაჟებული, მაგრამ აი იქ იმ ტრიბუნაზეც ფეხზე დგას მაყურებელი მთელი მატჩის განმავლობაში, რადგანაც თავისი საყვარელი გუნდის საქართველოს ბორჯღალოსანთა თამაში იხილოს, რომელიც სასტარტო შემადგენლობით მოედანზე დღეს ასე გამოვიდა. მცველი ირაკლი ყიასაშვილი თბილისის ლელო. შემდეგ მე-14 ნომრით ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 ნომრით მერაბ შარიკაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 მერაბ კვირიკაშვილი, 9 ნომრით ირაკლი აბუსერიძე, გუნდის კაპიტანი. შერკინების პირველი ხაზი თავდამსხმელები 1 ვასილ კაკოვინი, 2 ირაკლი ნატრიაშვილი, მესამე ნომრი დუდუ კუბრიაშვილი, მეორე ხაზში 4 ნომერი გიორგი ჩხაიძია, 5 ლევან დათუნაშვილი, მესამე ხაზში 6 შალვა სუთიაშვილი, 7 გივი ბერიშვილი, 8 მამუკა გორგოძე. ასეთი გახლავთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა. საქართველოს ნაკრების გუნდის მთავარი მწვრთნელი ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი, შერკინების მწვრთნელი ასევე ზელანდიელი ქრის გიფსია, ასისტენტები ილია მაისურაძე და ილია ზედგენიძე, ნაკრების მენეჯერი ვასილ აბაშიძე და ჩვენი სტუმრები რუსეთის ნაკრები. იური კუშნარიოვი 15, 14 მიხაილ ბაბაევი, 13 სერგეი ტრიშინი, 12 ალექსეი მაკოვეცკი, 11 ანდრეი ოტროკოვი, 10 ანტონ რიაბოვი, 9 გუნდისთავი ალექსანდრ იანუშკინი. 1 ალექსეი ვოლკოვის, 2 ნაზირ გასანოვი, 3 ინოკენტი ზიკოვი, 4 დენის ანტონოვი, 5 კირილ კულიმიანი, 6 არტიომ ფათახოვი, 7 ანდრეი გორბუზოვი და ვიქტორ გრესევი მერვე ნომრით გუნდის მწვრთნელი კინგზლი ჯოუნსი, უელსელი სპეციალისტი. დღევანდელი მატჩის რეფერია მატიო რეინალი საფრანგეთიდან, ფრანგები არიან გვერდითი მსაჯები ცედრიკ მარშა, სალემ ატალა, ხოლო მატჩის კომისარი როსანო პაჩოლი იტალიიდან. ამრიგად 17-0 და აი წუთი-წუთზე შემოვლენ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე გუნდები საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები მწვანე მინდორზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ევროპის ერთა-თასის გათამაშების ატურილო ცხრილს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, შემდეგ არის საქართველოს ნაკრები და შემდეგ რუმინეთის ნაკრები. ეს არის პირველი სამეული, რომელიც რეალურად აცხადებს პრეტენზიას წელს ევროპის ერთა-თასის მოგებისა. ჩვენი სტუმრები კი რუსეთის ნაკრები 9 ქულით მე-4 ადგილზე არიან.
ნუ შეგახსენებთ იმასაც, რომ წითელი მაისურებით თამაშობენ რუსები, ხოლო თეთრი ფორმით საქართველოს ნაკრები. გეტყვით კიდევ, რომ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებები დღეს უნდა გაიმართოს, ეს მატჩი ჩატარდება ესპანეთში და ამ მატჩის საბოლოო შედეგზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული, მაგრამ იმ წინაპირობით, რომ დღეს ჩვენ შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან აუცილებლად 4 ან მეტი ლევოთი უნდა მოიგოთ. აი ყველაფერი ის, რაც მინდოდა ამ წუთისათვის თქვენთვის მეთქვა, დანარჩენს თქვენ თვალი თავად ადევნეთ პირველ ტაიმში და იცით, რომ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ჯერჯერობით 2 ლელოში, 1 ჯარიმასა და 2 რეალიზაციაში აისახა. ისევ მამუკა გორგოძე ვერ ახერხებენ მის შეჩერებას და რა თქმა უნდა ვერ შეაჩერებენ ჩვენ გოლიათს. არა და გოლიათები მათაც საკმაოდ აყავთ, მაგრამ გოლიათიც არის და გოლიათიც. რა თქმა უნდა. ახლა აბუსარეძემ გადაკიდა ფეხით ბურთი, რომელსაც დაეუფლა ვიქტორ გრიესევი და თავისავე 22-თან ახლოს რუსები არ წამდნენ აუჩში, არა. ბურთი გორგოძეს ჩაუვარდა ხელში, აი ფეხითაც კი გადაიკიდა გორგოძემ და აი ახლა მეორე ტაიმის პირველი დერეფანი იქნება პირველი წუთის მიწურულს. მათი გოლიათები, გრესევი, გარბუზოვი, ფადახოვი, კულომინი, ანტონოვი ახალგაზრდა, ეს 4 ვინ ჩამოგითვალეთ, საკმაოდ გამოცდილები არიან, მაგრამ რადგანაც ვერ დგას შერკინების პირველი ხაზი წესიერად, ამიტომ დიდი უპირატესობა გაქვს შერკინებაში. და ვერ აგდეს ბურთი დერეფანში. რა თქმა უნდა, ეს ქარის გამოცარი და გადმოგვეცა შერკინებაში შესაგდებად. შემოსულა 17 ნომერი დავით ხინჩაგიშვილი. ეს პირველი შეცვლა დღეს. არის მოედანზე კუბრიაშვილი, ანუ ხინჩაგიშვილმა შეცვლა და მარცხენა ბურთში ვასილ კაკოვინი. ანუ ვასილ კაკოვინის ნაცვლად მე-17 ნომრი დავით ხინჩაგიშვილი. საფრანგეთის ბრივის თავდამსხმელი, რომელიც 29 შეხვედრას ატარებს დღევანდელ შეხვედრაში. და ჯარიმა გავათამაშეს სასწრაფოდ და მამუკა გორგოძე. კარგად იყო ჩაფიქრებული, შეუგდო ასე ბურთი გივი ბერიშვილს, მაგრამ რუსები მიხვდნენ ამ ჩანაფიქრს, ჩაჭრეს და დაჯარიმდნენ. და კიდევ ერთი ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან. აზრი აღარ აქვს ჩვენთვის დარტყმას კარში, არანაირად აი საჯმა უკვე მერამდენე დაუძახა დატუქშა. კი შერკინებაში ვერ გვიდგებიან, მერი არის ჯარიმა და აგერ ჩქარო რო ვათამაშებთ, ხელს გვიშლიან ყოველთვის სიმჩქარა გათამაშებაში. ამიტომ ალბათ უკანასკნელად მიცა შენიშვნა, რომ თუ კიდე ასე იზამთო, გაგაგდებთ ყვითელი ბარათითო და დარჩებით 14 ისე, მე მგონი უკვე უნდა გაეგდო უკვე რამდენჯერმე. არა, კარში ვარტყავთ. კეთილი თამაში მოგებულია, მაგრამ 20-0 უფრო შთამბეჭდავი იქნება ალბათ. ყოფილა ახლა რაგბის ისტორიაში, რომ 17 ქულა ამოუღია მეტოქეს გაუბათილებია და მოუგია მერე, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი ხიფათი არ არის. ყოველ შემთხვევაში ვარტყავს მაინც მეორე ტაიმი დაიწყო, სანამ ბიჭები გახურდებიან, დავარტყათ ეს ერთი ჯარიმა, გავხადოთ 20-0 და აი მე ბატონო კვირიკაშვილს ველოდებით. შემდეგ ორ ლელოზე მერე ვიფიქროთ. ველოდებით კვირიკაშვილის ამ ჯარიმას 43 წუთი მიიწურა მატჩის. მოკლე გამორბენი დარტყმა 20-0. მინიმუმი დღევანდელ შეხვედრაში შესრულებული გვაქვს. ახლა მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. რუსები განახლებენ თამაშის ცენტრიდან. გამეორებით ხედავთ იმ ჯარიმას. ტრიბუნებამდე მიაღწია ლამის ბურთმა. დაგვირტყეს იქით ფრთაზე. აიღეს მარჯვენა ფრთაზე 20 მეტრი აქვს გასავლელი, ჩვენს 22 ხაზზე არიან ახლა. შემდეგ ჩარბენი გააკეთეს, აქეთ მარცხნივ წამოვიდნენ, ხაზზე გამოათამაშეს, მაგრამ ჩინებული ორი კონტაქტი, ჩრდილში შემოვიდა ბურთი. აი თავარი ტრიბუნის სახურავის ჩრდილია იქა, შემდეგ იქით გაათამაშეს კიდევ 7 ნომერი გარბუზოვი გვიტევდა. შემდეგ ხაზზე გაიტანეს. 3-3-ზე დარჩნენ. გაგვიძვნენ, შიგნით შემოაბრუნეს ბურთი 15 მეტრი. შევაჩერეთ მათ იერიში, თერნოვერი მოხდა აბუსერიძემ, წართვა ბურთი და კვირიკაშვილმა აიღო და დაარტყა იქით ზურგში.
დაუსვა ზურგში გადაუკიდა. არ გადავიდა ბურთი კიდეზე, ჩვენი მდევრებიც იქ არიან. მიყვნენ ბურთს, ვერ დაუფარეს, მაგრამ მეტოქეს მოეჭრა და თამაშგარეშია მთელი მათი გუნდი ჩარჩენილი. გორგოზე მაიყო, თუ ხელს ახლებენ, ჯარიმა იყო, ფეხით გადაკიდა, კიდევ ერთი გაგორება. ალამთან არის, თუ დაუფარებთ, ვერ დაუფარეთ, მაგრამ ისე ახლოს მოიგერიეს ბურთი, რომ მთელი ეს ბიგბოგი დარჩა ჩვენ სასარგებლოდ და მაინც ვერ გადავიდა. და ბოლოს ისინი დარჩნენ თამაშგარეში. რა თქმა უნდა, ყველანი მათი მდევარი იყო წინ, დამტკბაზე ამისათვის არის თამაშგარე, ჯარიმა და ეხლა ჩვენ გვაქვს ჯარიმა. ესეთი ცვალებადი მიმართულების ქარია, ახლა აი ალმებს ვადევნებდი თვალს და რა თქმა უნდა, აი ამ ქარს კორექტივები შეაქვს დღევანდელი შეხვედრის მსვლელობაში, მაგრამ ეს არაფერია 20-0 ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ჩვენ უნდა ავაგდოთ აუტი. და საკმაოდ ხელსაყრელი აუტის მოლოდინში ვარ. საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორები არიან ლუდინა ტახტარი, ნავთობ კომპანია გალფი, ლიბერტი ბანკი. ხარდამჭერები შეპესე კვარციტი, კავკასუს ონლაინი. ქართველი მორაგბეები დაზღვეულნი არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. ამასობაში აუტი მოვიგეთ. ჩეტევა მორიგი საქართველოს ნაკრებისა. გორგოზე გაქანდა, ხაზე გამოიტანეს მერე, ჩარბენი, შარიქაძე, კაჭარავა, მიყვება ყიასაშვილი აუტ. სწრაფად შემოაგდეს რუსებმა აუტი, საჩქარობდნენ არ ვიცი, უხეროდ მოიგერიეს ბურთი და შეიძლება ლელო მიიღონ. მაჩხანელია ბურთით. მარცხნიდან უტევს მაჩხანელი. შებოჭეს შეაჩერეს რუსთა 22 მეტრში ხდება ეს ყველაფერი. შეგახსენებთ საქართველოს რადიო TFM 102 და 4, 109 ორივე არხზე მიმდინარეობს ჩვენი ასევე პირდაპირ რეპორტაჟი, როგორც ტელევიზიით. კუბრიაშვილმა აიტაცა 20 მეტრზე ვართ. აბუშერიძე გამოიტანა. შემდეგ ვინ იყო? ნატრიაშვილი. მოკლეფთაზე გადაკიდა აბუშერიძემ, შეაცურა იქ. აიღო გორგოზე. მაჩხანელს დაუდგა, მაჩხანელს. და მაჩხანელი ციცინის თვითონო მაჩხანელს მიართვა ასე ხონჩით ბურთი. ეს გადაკიდება უნდა აღნიშნოთ, ძალიან კარგი იყო და ძალიან კარგი. ძრული დროული და დაინახა რომ გამოსვლეული ჰქონდათ იმათ ხაზი და დაარტყა კვირიკაშვილმა და რა თქმა უნდა ზუსტად 27-0 3 ლელო და პროგრამა მაქსიმუმისათვის 1 ლელო გაგჭირდება. ჯერ სულ რაღაცა 48 წუთია გასული იმ 80 წუთიდან, რომელიც რაგბისათვის არის განკუთვნილი. რუსთა გუნდი ვეღარაფერს იზამს, მე მგონი დღევანდელ შეხვედრაში. ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან ისინი როგორმე პრესტიჟის ლელო მაინც გაიტანონ. ყოველ შემთხვევაში ან ბურთი გამოცვალეს ახლა 17 ნომრით შევიდა. ასეთი რამ დღეს არ მოხდება. სტურზა შეიყვანეს პირველ ხაზში. პირველი ნომერი ადგილზე, ანუ 3 ნომერი შეუცვლია ინოკენტის ჟიკოს. წინ ძლიერად დავარტყით ფეხით, ბურთი დაიჭირა გრესებმა, გამოცდილი მორაგბე გახლავთ, თვითონვე შეუტყია, შეინარჩუნეს ბურთი ჩვენმა სტუმრებმა. მოედნის ცენტრში ხდება ყველაფერი, მოედნის ცენტრის ხაზთან ახლოს, აქეთ დასავლეთ ტრიბუნებთან 5 მეტრიან წვეტილზე. საქართველოს ნაკრებიდან ლელო გაიტანა ირაკლი მაჩხანელმა ნომერი 14. გარდასახვა შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა ნომერი 10. ანგარიშია 27-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
51 წუთი მიმდინარეობს. 30 წუთი გვაქვს მეოთხე ლელოს გასატანი. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ სამომავლოდ წარგის ბაგრელოს გატანის გადადება. ხო, ბარემ მოვითაოთ საქმე და არ უნდა ვითამაშოთ ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელოთ, როგორ თამაშობდა ის ლოგიკით უნდა გავიდეს ის მეოთხე ლელო. ბურთი დაუვარდა წინგუსებს და რა თქმა უნდა შეერკილა. იანუშკის და იანუშკინი კიდევ მე მოშვიკასია კარგი და ჩაიძე მე კოჭებში მიცდა და მაიცაა. ახურდა თამაში და ახურდა ყველანაირად მეტოქე გატყდა დაიღალა უცნაურამეებს ჩადის ბილად რო ვთქვათ. ნუ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რომ ასე იქნებოდა. საქართველოს ნაკრები დღეს რომ მოიგებდა ამ შეხვედრას, პირადად მე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ აი რა ანგარიშით ახლა ეს არის საინტერესო. ისე სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გეტყვით, რომ თბილისში ჩვენ ეროვნულზე რუსეთის ნაკრები დამარცხებული ყავს 46-19. აი ასეთი ანგარიში, როდესაც რუსებს 6 ლელო დაუგდათ. ეს იყო 2006 წლის 4 თებერვალს. კიდევ ერთი შეტევა. შალვა სუთიაშვილი უტევდა კარგად, ჩინებულად, ეხლა ფეხით შეიგდო და შეყვაბულს ოღონდ მანამდე ხელი წაარტყა. დიახ, წინ თამაში იყო და ლევან დათუნაშვილი იყო თუ არ ვწდები. ეთყობა ვერ გაიგეს ბიჭებმა იქ ხმაურში ვერ გაიგეს. სასტვენი და აგერ შერკინება იქნება 35 მეტრზე. აქ კი გვაჩვენეს მსხვილი ხედვით საპატიო სტუმრები და მათთან ერთად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, გაღიმებული რა თქმა უნდა, მაყოფილი და ნასიამოვნები. არა მარტო იმით, რომ დღეს საქართველოს ნაკრები იგებს არ შეხვედრას, არამედ იმით, რომ სტადიონი პირთამდეა სავსე მიხეილ მესკის სახელობის სტადიონი ვაკეში და მას მე რამდენად ვიმეორებ. და ხეირი ჩვენ საჩხელი აქვს ჩვენსკენ გამოწეული, გადაუვარდათ მათ ბურთი წინ, აი ხლა ჩვენი შერკინება იქნება. ანუ კარგი შესაწევი პლაცდარმი გვაქვს. 25 მეტრზე და მარცხნიდან 20. ბევრი მოტივი ექნებათ აქ დამუშავებული. ნიუტონ ჰეიგი ჩინებულად მუშაობს ბიჭებთან. დაატყო უკვე ხელი. და ბიჭებიც გაუშინაურდნენ და მოუკართულეს სახელი მელიტონად მოიხსენიებენ. ნუ ძალიან კარგი რომ შედგა ესე იგი ის აუცილებელი პირობა რაც ახალ წვრთნელსა და გუნდს შორის უნდა იყოს და სწორედ ეს ეტაპობრივად გამოჩნდა. მე მაინც მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინა შაბათს რუმინეთში მოგებული მატჩი იყო რუმინეთის ნაკრებთან ყიასაშვილი და აუტში იყო უკვე სანდრო თოდუ როცა მიიღო ეს პასი. და იმას ვამბობდი რომ წინა შაბათს ერთი კვირის წინ რუმინეთში ბუქარესტში მოგებული მატჩი რუმინეთის ნაკრებთან იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. არა მარტო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისათვის, არამედ მთლიანად ქართული რაგბისათვის, რადგანაც სწორედ აი ასე ნელა-ნელა ჩავაჩოჩეთ რუმინეთი და აღმოსავლეთ ევროპაში რაგბის ცენტრმა გადმოინაცვლა საქართველოში. იანუშკინი კრესევი გვიტევდა თავისი 85 მეტრიანი შნულით. მერე უკან პასი. იგერიებენ წინ. და ღობის იქით გადავარდა. ალბათ ვიღაცასაც შეეხო და ამიტომ ვეღარ მოვაწვი ჩხარა. ოცდაშვიდით 0. 26 წუთი სათამაშო. შემოსულა რეზო ბელქანია, ირაკლი ნატრიაშვილის ნაცვლად. ახალი შემოსული იქნება. სულიან ასევე ჩაიძესაც. სათადარიგო დასკამები ამიერიდან არის აღმოსავლეთი ტრიბუნის წინ. ანუ შეცვლები ხორციელდება იქიდან. აი ბელქანიამ ააგდო აუტი. შემდეგ გრძელი და ძალიან კარგი აბუსერიძისა
იქ კვირიკაშვილი იყო ბურთით. სამი ორკინალი უკვე შევცვალეთ. ჩხაიძის მაგივრად ლოგიკით უნდა შემოსულიყო ნემსაძე, მაგრამ შეიძლება ბასილაია იყოს და ბასილაია ნამდვილად არა გორგოძე ერთნაირი სტილში თამაშობენ. ბასილაია მომავალი გორგოძეა. ისევ გორგოძის დარწმა. რისი სურვილიც აქვს ყველაფერს აკეთებს დღეს მინდორზე გორგოძე. ნემსაძე არის შემოსული 18 ნომრით. ხაზში ჯერ არავინ არ შეგვიძლია, თედო ზიბზიბაძე, ლაშა მალაბურაძე და გიორგი ბეგაძე ყავს რეზერვში. შერკინებაში ერთი შეცვლა რჩება დიმიტრი ბასილაია. ფოთისა და არმაზის ავსტრია. რა თქმა უნდა ჩვენი ნაკრების უცდელი დღეს ყველა სათადარიგოს მისცემს თამაშის საშუალებას, რადგანაც საქართველოს ნაკრები იწყებს ახალი გუნდის მშენებლობას, ახალი მწვრთნელების დავკაცობით, თითოეული მატჩი როგორც ექსპერიმენტი, ასევე განიხილება, მაგრამ პარალელურად რა თქმა უნდა შედეგზე ორიენტირებული. დიახ, წლევანდელი წელი ექსპერიმენტების წელი იქნება საქართველოს ნაკრებისათვის და სწორედ ჩვენი ახალი მწვრთნელების, ახალზელანდიელი სპეციალისტების დახმარებით უნდა შევძლოთ იმ გუნდის კონტურების გამოკვეთა, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისა და მხოლოდ და შემდეგ კი უკვე მსოფლიო თასის დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად უნდა მოემზადოს. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ ყოველივე ის ცვლილებები, რომლებიც მოედანზე თამაშიდან თამაშის დროს ხდება. ხედველობაში მაქვს მე წინა მატჩები დაწყებული ესპანეთიდან, გაგრძელებული პორტუგალიით, რუმინეთით, დღეს რუსეთის ნაკრები და ბოლო შეხვედრა წლევანდელი გათამაშებისა. კიდევ ერთხელ გეტყვით, გვაქვს უკრაინაში, ეს 6 ივნისს ოდესაში ჩვენ შევხვდებით პირველი ტურიდან გადატანილ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს. საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი გულშემატკივრობენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და რა თქმა უნდა ეს უაღრესად სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მოდის სტადიონზე და ყურადღებას უთმობს სპორტის ამა თუ იმ სახეობას, კერძოდ ამ შემთხვევაში რაგბს ადევნებს თვალს. გადაყიდა ყიასაშვილმა დიდებულად 22-ის გარეთ არის ალალზე ვერ დაიჭერდა, გრესევი ამის გამო აიღო ის ბურთი, მერე აი შებოჭეს ყიასაშვილმა და თოდუამ ერთად ჩადეს რუსებმა ბურთი მიწაზე და დაჯარიმდნენ კარის პირდაპირ. 35 მეტრი და დროსაც გავხედოთ 48 წუთი მიმდინარეობს. ჯარიმად, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი საქმე გვაქვს დასამთავრებელი. რა თქმა უნდა, აი მეკო ზუსტად ამაზე ფიქრობს კიდეზე. ხო, კიდეზე დაარტყავს, გადაიტანს ბურთს აუტში. სადღაც ლელოდან დაახლოებით 12 მეტრის მოშორებით აუტიდან ბურთი უნდა ავაგდოთ, რეზო ბელქანია ააგდებს ბურთს, უნდა მოვიგოთ აუტი, მოვიგეთ აუტი, შევკარით მოლი, მივაწევთ. აი ახლა უნდა მივაწვეთ ბოლომდე და უფრო ცენტრისკენ. გეზი უნდა გქონდეს, ზუსტად ასე მიმდინარეობს ეს ეპიზოდი. ახლა საჭირო რა არის? კიდევ ერთი და რა თქმა უნდა 5 მეტრი გარჩება ჩათვლის მოედნამდე, ეს მეოთხე ლელო მწიფდება ახლა. აბუსერიძე აქეთ ალაგებს ბიჭებს. ჯარიმა გვერგება უკვე და ის ჯარიმა დაინიშნა. ჯარიმას გავათამაშებს სწრაფად და აიხლა იქნება დარტყმა გადამწყვეტი. ბურთი არ ჩანს. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ეკრანზე რა. საკმარისია დღევანდელი მატჩის სიაღმართული ხელი და რა თქმა უნდა მეოთხე გადამწყვეტი ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ეს კი დათუნაშვილს და ჩვენ მაინც ნახოთ გამეორებით ნახოთ რა თქმა უნდა ეს ლელო
მეოთხე გადამწყვეტი ლელო დღევანდელ შეხვედრაში, ანუ ის გეგმა, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს 5 ქულა უნდა აეღო, იყო აუცილებელი პირობა, ეს შესრულებულია. დათუნაშვილის ლელო ასე დაიწერა ყოველ შემთხვევაში და აი განმეორებით ნახოთ ახლა ჯერ ნახავთ რეალიზაციას ლელოს შემდეგ, რომელსაც უთხოვს ისევ მერაბ კვირილკაშვილი და ზუსტადაც ეს უკვე 34-ით 0-ია და შემდეგ ალბათ განმეორებითაც გვაჩვენებენ და თუ არ გვაჩვენებენ, არც ეს იქნება დიდი ცოდვა. თავარი არ არის ის. ლელო გუნდური თამაშია და არავის გული არ დაწყდება. ამის ნათელი დასტური იყო როგორ დაადებინა მაჩხანელს მესამე ლელო გორგოცა. პატარა შოუ თეატრალური სანახაობაც იყო დღევანდელ მატჩში და ეს უკვე ძალიან კარგია. ასე რომ რუსების ნაკრების უელსელი სპეციალისტის აზრი, რომ ფსიქოლოგიურად გატეხილ გუნდს ეგება ახალგაზრდები ჩავანაცვლო და ამითი შევძლოთ ამ ფსიქოლოგიური შოკის დაძლევაო, დღეს წარმატება არ უწერია. თემურო, რეკორდი გაუმჯობეს და უკვე რა ფსიქოლოგიური მაზრის დაძლევაზეა საუბარი. აგე გამეორებით გვაჩვენეს ნამდვილად დათუნაშვილს დაუდია ის ლელო 28 ქულა იყო აქამდე რეკორდი 36-8 ტრაპიზონში 2010 წლის 20 მარტს და ახლა უკვე 34 ქულა. ანუ რეკორდი გაუმჯობესებული, ახლა იმათ რამე რო გაიტანო შეიძლება ცოტა შეგვიმცირონ, მაგრამ არ ამგონია 20 წუთით შემოჩვენ გავჩერდეთ, ალბათ კიდევ პრო მეც გავიტანთ და რაღაც სასწაულით არ გათავდეს ეს თამაში. თუმცა კინგლი ჯოუნსის აზრი მოგახსენეთ ბატონებო და არა ჩემი ასე ბრძანა მან, ასე მინდაო ეგება. სუთიაშვილს სვლიან ფსიქოლოგიური შოკი შემოვიდა მის ნაცვლად. შარიქაძეც გავიდა, ალბათ ზიბზიბაძე შემოვიდა. რა თქმა უნდა, ყველა შეცვლას გამოიყენებს დღეს ჩვენი წვრთნელი მილტონ ჰეიგი. კინგლი ჯოუნსკი უელსელ სპეციალისტს მხოლოდ ერთ რამეს უსურვებ. დღევანდელი მატჩი რომ მოგებული გვაქვს, ეს უკვე 9-9-ია. დღეს დიდი 6 ერის მატჩია უელსისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა და უელსი დღევანდელი მატჩის მოგებით სლემით ხდება 6 ერის გათამაშების გამარჯვებული. აი მხოლოდ ეს რაღაცა დამამშვიდებელი ნოტა მინდა კინგლი ჯოუნს რუსეთის ნაკრების უელსელ მწვრთნელს გაუგზავნო. რა თქმა უნდა, თან იმ მატჩზე ფიქრობს, იმ მატჩზე თვითონაც ნაკრებში აჯერ უთამაშია, თუმცა სულ ყოველთვის ხოლმე სუსტ მეტოქეებთან ძირითადად მესამე ხაზში თამაშობდა. მისი მამა ფილ კინგსლი ჯოუნსი ლომუს მენეჯერიც იყო უელსში. თუ დღეს საქმეს თავს დაადგავს მე-11 სლემი იქნება 1908 წლიდან და ბოლო 8 წელში მესამე, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება 18-45-დან. ახლა კი ჩვენთან 34-0-ია საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ესე იგი დღეს რაგბის გულშემატკივრებს 7 რო დააგდება 15 წუთი შეგიძლიათ ნახოთ უელსისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა დიდი 6 ერი. რუსებს შემოუყვანიათ 22 ნომერი დმიტრი გერასიმოვი, ამას გარდა შემოვიდა 21 ნომერი პაվել ბუტენკო. მათი შემადგენლობა ძალზე არ განვიხილია, რომ ვთქვათ, ეხლა მარკაპ არ გაგვიანალიზებია და როგორც გაიყვა ყოფილა მორკინალი, ანუ შენიღული მორკინალი ყოფილა, სინამდვილე 5 მორკინალი ყოლიათ რეზერვში და აი ბუტენკოც 21 ნომერი, ბეკის ნომერი აწერია, მაგრამ სინამდვილეში თურმე მორკინალია. ჩვენ მიყავს შესაძლებელი კიდევ ბეგაზე შეგვიძლია შემოვიყვანოთ და მალაყურაძე. ასე განდაგან ათამაშებდნენ რუსები ბურს და აგრძელებენ აი ასე. ჩაათამაშებენ, მერე მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მაგრამ წინ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გასვლას. აი, ცდელობა იყო ქონდა ეხლა ოტროკოვს. თემურ ეგ ის დრო უნდა გავიხსენოთ, რომ და თქვენ ლოკომოტივის მენეჯერი იყავით 70-იან წლების დასაწყისში და ვევია თამაშობდა ეგრე. მაშინ იყო ესეთი რაგბის გააზრება, რომ უნდა ჩაგეთამაშა, მოგეთამაშებინა, მაგრამ სადღარ ის რაგბი ის 40 წლის წინ დარჩა. ახლა ხაზი უნდა გაჭრა პირდაპირ. აიღო ბურთი უმოკლეს ეგზით წახვით. რა დრო გამახსენა ჩემო ზაალ, მადლობთ. არაფერს 20 ნომრით შაკიროვიც შემოვიდა, იანუშკინი გამოცვალეს იომა ბიჭმა და ერთი კვირის მერე ალბათ ჰონკონგში წაბრძანდება და იქ შვიდ კაცავებს გუნდი წასულია და ამის გამო არ აყავთ ოსტროუშკო, არ აყავთ არტემიევი, მაგრამ რაგბს შერკინება იგებს, ხოლო შვიდ კაცაში ყველანი ბეკებიან.
აქ ბაბუკა გორგოძე მიტკინა რამე, მაგრამ არ ამგონია სერიოზული იყოს. არა გორგოძე არ იყო, იქ ქუბრიაშვილი იყო მე მგონი. ქუბრიაშვილის შემთხვევაში მარტივად არის სიტუაცია, რადგანაც არის ბურჯი და სპეციალიზური პოზიცია, ამიტომ კაკოვინი შემოვიდა მის მაგივრად. ესე იგი შეუძლია შეცვლილ ბურჯს დაბრუნდეს თავისი კოლეგის ნაცვლად, რადგანაც ბურჯის გარდა ვერან ვერ დადგება იმ ადგილზე. შერკინებით განახლდება შეხვედრა. გორგოძის მისამართით არ შემიძლია ისიც არ ვთქვა როგორც სუთიაშვილის მისამართით, რომ მათ ტრამვები ჰქონდათ წინა შაბათს რუმინეთში მიღებული. ისინი შესაძლებლები შეიქმნენ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დღევანდელი მატჩი ეთამაშათ, როგორც ერთმა, ასევე მეორემ დაამტკიცა, რომ ისინი დღეს აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მოედანზე. და ასეც არის. რუსებს ნახოთ ვინ ყავთ კიდევ რეზერვში, კვირილ კოპეშკინ, ვლადიმირ პოლტენკოვი და პაվել კვერნაძე. მატჩის ბოლო მეოთხედში მიდუმეტეს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე, შეცვლები ხდება ყველაზე აქტუალური და ყველაზე საინტერესო. მაგრამ იმედია ბიჭები არ მოეშვებიან და კიდევ შეგვაქცევენ. აი კინგსლი ჯოუნსი ჩანს ზუსტად. სრაფად აგდებული. აუთ კარგად დაიჭრა ხაზი და ნახე თვითონ დაიძრა აბუ. ეხლა პასია მარცხნივ საჭირო და კიდევ ერთი ეხუთელელო. კიდევ ერთი სანახაობა. ჩინებული ძალიან კარგი. აი პრეზიდენტის ოჯახი და სავსე ტრიბუნები. ნამდვილი შოუ მოაწყო, აბომ 7 კაცური შოუ. 39-0. მამუკა გორგოძის ბენეფისია დღევანდელი მატჩი და მეთანხმებით ალბათ აი ნახოთ ახლა რა მოხდება. გიორგი ნემსაძე, ანამდე აბუსერიზის ბრწყინვალე გარღვევა. გაარგვია ხაზით და შესანიშნავი იყო გიორგი ნემსაძე. მიზი და მეტოქე არც გვიან მიცა პარსი, არც ადრე ზუსტად დროულად გაატანა და ნემსაძემ დაგვირგვინა აბუს კაპიტნის გარღვევა. ვერიკაშვილი არ ტყავს მარჯვნიდან 22-სა და 10-ის გადაკვეთეს. და აი ახლა აცილა მეორედ პირველად არ იყო, ერთხელ აცილა დასაწყისში ჯარიმა და ახლაც გარდასახვა ვერ შეაგდო 39-0. 39-0. ასეთია ანგარიში მატჩის დამთავრებამდე დარჩენილია 12 წუთი. საერთაშორისო იგებს საქართველოს ნაკრები. ანუ ყველა ფერი უკვე გადაწყვეტილია, პრემია აღებულია, 5 ლელოა გატანილი. და იქაც კიდევ ერთი შეცვლა მოხდა. ალბათ ის რაზეც მოგახსენეთ. რაც ვივარაუდეთ. რუსებმა გარღვევა მოაწყეს, შევაჩერეთ, მაგრამ მე მოისროლეს ბურთი აქეთ 10 მეტრი შევა გასავლელი. 39-0 რა თქმა უნდა სასიამოვნო იქნება თუ 0-ზე დავტოვებთ. მე მგონი 0-ზე არასდროს არ დაგვიტოვებია. ჩავიხედოთ. იახ არასდროს 1-9-3 მოუგეთ, ეგ იყო. ალბაღურაზე შემოვიდა. ანუ ყველა შესვლა განახორციელა. 9 ნომერი არ ვიცი შემოსულია თუ არა ბეგაძე ვნახოთ. აი რუსების მიძალება. აღარჩებათ ხელი აქვს საჭგაშველი, მათგან 2 მეტრი შევა და ხეირზე თამაშობენ. იბრძვიან ბოლომდე, არ გუნებდებიან. აიღე და მიეძალეს სადეს, ხაზზე არიან ზუსტად. ახლა მარცხნივ დაუვარდა ბურთი ხელიდან. მაგრამ
საჯიმამ ხეირი იყო მანამდე და წესით ის ჟარიმა უნდა დაინიშნოს, არა დაავიწყდა. საჯიმა მიიჩნია, რომ რუსებმა საკმაოდ იხეირეს იმ მომენტში და ამდენად ის ჟარიმა აღარ დანიშნა. ძალიანაც კარგი. თუ არ ვწდები, თოდუა იყო ამოვიდა ჩინებულად, დააკონტაქტა და გააგდებინა ბურთი, ბეგაძე შემოსულა. ანუ მალაღურაძემ შეცვალა ალბათ კვირიკაშვილი და ბეგაძემ შეცვალა აბუსერიძე. იმ ლელოს მერე. ისე ბოლო ორ ლელოში აბუსერიძის დამსახურება უდავოა დამეთანხმები. და დღეს ჩინებულად ითამაშა. დროულად გახონდა ბურთი, ყველაფერს აკეთებდა დროულად სწორედ მარტივად სადად. ჩვენი კაპიტანი მართლაც რომ მოწოდების სიმაღლეზე იყო და აუტ. გეტყვით იმასაც, რომ სპეციალური ჟიური, რომელსაც რიჩი დიქსონი თავკაცობს, დაასახელებს დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბესად და საინტერესოა, ვინ იქნება იქ. უკვე დაასახელა თუ ბჟელობს? ნუ მოგვაწვდიან ალბათ ჯერ კიდე დორაა დარჩენილი. ნუ ალბათ 5-20 წუთში გვეწოდინება საუკეთესო დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბის ვინაობა. გორგოძეს რეინალი ესაუბრება. საჯმა ერთნაირად უნდა იმსაჯოს პირველ სალსა და ბოლო წუთზე მთელი მატჩის განმავლობაში. გასანოვი ააგდებს აუტს ამასობაში, ააგდო მოიგეს რუსებმა და აი ახლა ისინი ისევ შეეცდებიან ჩვენს ნახევარზე მოედნის, ჩვენ ნახევარზე გადმოსვლას. ვერ ახერხებენ ჯერჯერობით ამას. ათამაშებენ ესე ხელდახერ, თითქო ხელბურთი არისო. ოღონ წინ ვერ მოდიან. საჯმა ხელები აწია, ითამაშეთო თერნოვერი მოხდა, ნამდვილად ჩვენ მხარეს გადმოვიდა ბურთი. და ჯარიმა მერე ჩვენს ასარგებლოდ. ჯარიმა ჩვენს ასარგებლოდ. კი ბატონო, შეუტიოთ კიდევ ერთხელ გორგოძე. შემდეგ ბასილაია. გამოიტანა ბეგაძემ. მარცხნიდან კარგი შეტევა მივიღეთ და რა, ისევ ერთი ლელო მარცხნაფთაზე. მაჩხანელი ბურთით. შეაჩერეს ოღონდ დროებით მაჩხანელი, შეაბრუნეს შეტევის მიმართულება ქართველებმა. ბოლომდე ჩაათამაშებენ ალბათ არ ვიცი გიორგი ნემსაძე რომელმაც დაამიცა. ამ რამდენიმე წუთის წინ ბურთი რუსების ჩათვლის მოედანზე და ვნახოთ ახლა კიდევ ერთი მიძალება ქართველებისა. მეკომ თვითონ შეიგორა შეეყვა ბურთს და ხიჩაგაშვილს წინ გადაუდგა. იქ რა თქმა უნდა მანამდე ბლოკი იყო, მაგრამ საჯი მე მგონი ზურგით იდგა. განმეორებით ნახავთ ალბათ ამ ეპიზოდსა და დავინახავთ ამას ყოველივეს. მალაღურაძემ კარგად დაუგორა ხინჩაგაშვილს და ხინჩაგაშვილი ბურჯია, რა თქმა უნდა მას მობურთალობა იმდენად არ მოეთხოვება. აი ნახეთ ახლა ეს ეპიზოდი. აი რა თქმა უნდა ბლოკი მოედანზეა კიდევ ესე. რა თქმა უნდა ბლოკი იყო. ნუ იქნებით ესოდენ კაცრნი ფრანგი არბიტრის დღევანდელი მუშაობის შეფასებაში, რადგანაც პატარ-პატარა შეცდომები მოждდით ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერია. 39-0 და პატარა პაუზა. ანუ კვირიკაშვილი მოედანზეა, ეთქობა ყიასაშვილის შეცვალეს. დიახ, კვირიკაშვილი მოედანზეა და დგას 15 ნომრად. ხოლო მალაღურაძე დადგა მისმაგივრად 10-ზე და მოედნიდან გავიდა ყიასაშვილი. ესეც გავარკვიეთ. სამოცდა მე-14 წუთი მიმდინარეობს. 6 წუთი. ცოტა მეტი დღევანდელი შეხვედრის დამთავრებამდე. შეხვედრისა, რომელმაც მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. რა ანგარიში დაიწერება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ლოკომოტივის მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონის ტაბლოზე. ოდესღაც ეს სტადიონი იყო შევარდენის პლაცი, მერე იყო პროფსაბჭოს ვაკის სტადიონი 30-იან წლებში, მერე იყო სპარტაკის სტადიონი, ოღონდ ფაქტობრივად ნაგებობა არ იყო
მე რომ დაიწყეს მშენებლობა 40-იან წლებში იყო ნაუკა სტადიონი, გაიხსნა 56 წელს და ერქვა ბურევესტნიკის სტადიონი, 66-დან გადაეცა რკინიგზას და ერქვა ლოკომოტივის, შემდეგ თუ არ ვცდები კერძო პირებმა შეისყიდეს და გასარკვევი იყო თუ ვისი იყო და ამდენი გადაცემის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის არის 59 წლიანი არენდა აქვს და ამდენად არის მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონი. ასეთი გახლავთ ამ არენის ისტორია. ფეხბურთის ფედერაციამ კი როგორც მე უკვე ვთქვი რეპორტაჟში, სწორედ კოლეგიალობა გამოიჩინა, როდესაც დღევანდელი ამ სანახაობისათვის დაგვიტბო ეს მოედანი და ეს სტადიონი, რომელმაც ამდენ გულშემატკივარს ტრადიციულად მოუხარა. ალბათ ბევრჯერ დაგვიწვამს კიდეს, რადგანაც თბილისში დიდი საერთაშორისო მატჩები იქნება ამ შემოდგომაზევა ნოემბერში და გაისადგი ივნისში უკვე დიდი საერთაშორისო ტურნირის არის მოსალოდნელი. დასამტკიცებელია ყველაფერი, მაგრამ 90%-ით ალბათ გადაწყვეტილია. ამასობაში მეორე სტადიონით ჩვენი ეროვნული სტადიონით ჩადგება მწყობში, ასე რომ ყოფილი ეროვნული სტადიონი, ყოფილი რა თქმა უნდა, ყოფილი სამწუხაროდ ქვეყანას რომ არ აქვს ეროვნული სტადიონი, თლად გამართლებული ზვერ არის. კი რა გვშევა სათამაშოც 4 ნახევარი წუთი. და უკვე მაცნობეს, რომ სპეციალურმა ჟიურიმ, რომელსაც რიჩი დიქსონი თავკაცობდა, დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბეთ დაასახელა მამუკა გორგოც. რა თქმა უნდა, დიდი მსჯელობა ჟიურის შემადგენლობაში ალბათ არ იქნებოდა ამის თაობაზე, რადგანაც როგორც გითხარით, დღეს მამუკას ბენეფისი იყო, არ ვაკნინებ არც ერთი მოთამაშის ხვაწიც. დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მიყავს კეთილობაში და საუკეთესო მათ შორის მამუკა გორგოძე გახლავთ. მამუკა გორგოძეს მატჩის საუკეთესო მორაგბეს გადაეცემა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მატჩის დამთავრების თანაუგრად. საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორები კი არიან ლუდი ნატახტარი, ნავთობ კომპანია გალფი, ლიბერტი ბანკი, მხარდამჭერები შეპესე კვარციკი, კავკასიის ონლაინი. ქართველი მორაგბეები დაზღვეულნი არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. და მაყურებელმა ეხლა ყველაფერი იხილა დღეს მოედანზე, საკმაოდად შეიქცია თავი და ერთი პატარა კრივი აკლდა. ან ძველი ინგლისური კრივი თავის გერებასაც იყო და მისი ლეთიც დაიგებოდა. და თავის გერება ბევრად უფრო კაცრად იჟება რაგბში ვიდრე მუშტის დარტყმა. მაგრამ საჯმა მაინც თავისთან. და ახლა რა აგრძელებს აფუსერიძე, რადგანაც გავიდა გორგოძემ გადაიბარა კაპიტნობა. ხო, და ახლა რა აგრძელებს ამ დავას თუ რა შვება? არა. შერკინებას დანიშნავს, მე მგონი ეს იქნება და ეს. გამოაჩინა სულას გადაგიხება. ხოლოდ სიტყვიერი შემჩნევა იყო. შაკიროვი შეაგდებს ბურთს 60 მეტრის ნიშნულზე, 2 წუთი. და ისევ დაიხია მათმა შერკინებამ უკან ბერიშვილს დარჩა ბურთი და თავისუფალი რუსების ფოლსტარტის გამო როგორც ჩანს ჩვენები აეხლა მატჩის 78 წუთზეღა მიაწვნენ პირველად ადრე. მანამდე ყველაფერი მშვენივრად იყო. მაინც ბოლომდე ბრძოლობს რუსეთის ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით აგებს იგი შეხვედრას და რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ საქებარი სიტყვები უნდა ითქვას ჩვენი სტუმრების მიმართ, რომლებიც ასევე როგორც საქართველოს ნაკრები ახალი გუნდის მშენებლობას იწყებსა და მათთვის წლევანდელი წელიც ექსპერიმენტული წელი იქნება. აგებენ მეორედ, ამდენად და კარგავენ ჩემპიონობის ყველანაირ შანსს მათემატიკურსაც. ერთ წრედ ჩატარებულ შეჯიბრში 6 გუნდს შორის მით უმეტეს 2 წაგებიანი გუნდი ჩემპიონი ვერაფრით ვერ გახდება.
რა გშება 7 საათზე უნდა დაველოდოთ ესპანეთ-რუმინეთს მადრიდში. ამოგებით ფაქტობრივად ჩვენ ვინახდეთ ჩემპიონობას, რადგანაც ივნისში უკრაინას მოუგებთ გასვლაზე პრემიით ულაპარაკოთ არის. ერთადერთი მაშინ ვერ ხვდებით ჩემპიონები თუ ესპანეთი დღეს მოუგვებს რუმინეთს და დადებს 4 ლელოს და შემდეგ ჩავა 19 მაისს რუსეთში და რუსეთს მოუგებს იქაც და დადებს 4 ლელოს, მაგრამ პორტუგალიაში ჩავიდა წინა ტურში და დამარცხდა. ამდენად მხოლოდ შენ თეორიული ვერსია მოყევი მაგ საქმესა და ესე გონია. პრაქტიკულად მე მგონია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკვე რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 1000-ის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული და 1000-ის მფლობელია. კიდევ ერთი ლელო ალბათ. მე ასე მგონია. შემდეგ ვინ არის მაჩხანელი? მაჩხანელის მე-6 ლელო დღევანდელ შეხვედრაში და ალაღურაძის გარბავა და მაჩხანელის ლელო. ეს უკვე ის შედეგი გახლავთ, რომელიც გაცდა ყოველივე წინა სტატისტიკას. და რამდენი ანგარიში? 44. 44 და რეალიზაცია უნდა დავარქვა. 46-ით ოღონდ 19 გვაქვს მოგებული. ახლა 44-ით 0, 46-ით 0 გახდა. ასე რომ კიდევ ერთი საინტერესო თავფურცელი აი ამ ნაკრებების შეხვედრათა ისტორიაში დღევანდელი თარიღიც შევა რა თქმა უნდა იმ ჩამონათვალში წინა 15 მატჩი რო ქვია 1993 წლიდან დაწყებული დღემდე. ვინ არ ტყავს? ვირიკაშვილი მოედანზეა 15 ნომერზე დგას და ისევ იგი. ხო, ვირიკაშვილი მოედანზეა 15 ნომერზე დადგა. ფეხი ცოტაც დაასვენა შეიძლება და ნახოთ. დაარტყა ვირიკაშვილმა და რაღაცა უნდა გაიტანა 46-0 სარეკორდო ანგარიში დღეს საქართველოს ნაკრებმა და მატჩი დამარცხა უკვე რუსეთის ნაკრები. ანუ 46-0. აი ასეთია დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიში. ფეხს წიამდგარი გულშემატკივარი, რომელსაც უპირველესი მადლობა ეკუთვნის დღეს აი ამ სტადიონის, ამ ჩინებული სტადიონის ტრიბუნების შევსებისათვის, ასეთი თავდადებული კომაგობისათვის და დამეთანხმებით ალბათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ აქ მოსულმა გულშემატკივარმა დღეს მიიღო ის სიამოვნება, რომელიც ჩინებულად ნათამაშები ქართული რაგბი ქვია. მადლობა რა თქმა უნდა დღევანდელი მატჩის მონაწილეებსა და უპირველესად ირაკლი ყიასაშვილს, ირაკლი მაჩხანელს, დავით კაჭარავას, მერაბ შარიქაძეს, სანდრო თოდუას, მერაბ კვირიკაშვილს, ირაკლი აბუსერიძეს, ვასილ წაკოვის, ირაკლი ნატრიაშვილს, დუდუ კუბრიაშვილს, გიორგი ჩხაიძეს, ლევან დათუნაშვილს, შალვა სუფიაშვილს, გივი ბერიშვილს, მამუკა გორგოძეს, თედო ზიბზიბაძეს, ლაშა მალაღურაძეს, გიორგი ბეგაძეს, რეზო ბელქანიას, დავით ხინჩაგიშვილს, გიორგი ნემსაძეს, დიმიტრი ბასილაიას, საქართველოს ნაკრების თავკაცებს მილტონ ჰეიქსა და ქრის გიბს, მათ ასისტენტებს ილია მაისურაძესა და ილია ზედგენიძეს. ყველას, ვინც დღევანდელი მატჩის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, ყველას, ვინც გაისარჯა იმისათვის, რომ აი ეს ჩინებული სანახაობა ეჩუქებინა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი გულშემატკივრისთვის და მათთვის, ვისაც უყვართ ქართული რაგბი. დიახ, აი ამ ბიჭებმა, რომელთა გვარები მე ამაღლებულ ტონში ჩამოვთვალე და მათ ეს დაიმსახურეს, დღეს მართლაც იშრომეს და საკუთარი შრომის ნაყოფით გახარებულები აი ახლად განან გასახდელთან, გასახდელის შესასვლელთან, სადაც ტრადიციულად ეწყობა ხოლმე დერეფანი, რომელშიც მოგებული გუნდი მადლობას უთმის წაგებულ გუნდს ამ შემთხვევაში რუსეთის ნაკრებს, რომელიც მისი პარტნიორია, ისინი ტაში გოლებენ გამარჯვებულ გუნდს. ტაშია ლოკომოტივა მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონზე და რა თქმა უნდა, სწორედ აი ეს მილოცვა, აი ეს დღევანდელი სიხარული უნდა გაგრძელდეს. ამრიგად შეგვიძლია პრაქტიკულად მილოცოთ და გუნდი დაბრუნდა ისევ მინდორზე, ეს კი განმეორებით
შემოგთავაზებენ დღევანდელ ლელოებს და საქართველოს ნაკრების მორაგბეები გასახდელიდან ისევ შემოვიდნენ მწვანე მინდორზე. თქვენ ახლა მათ კადრში ხედავთ, ისინი დაარტყავენ საპატიო წრეს სტადიონს, ყველა გულშემატკივარს, ყველა ტრიბუნასთან დაუკრავენ ტაშს მადლობის სათხმელად და გულშემატკივრებმაც დღეს ეს ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ტაში უეჭველად დაიმსახურეს. დიახ, მე ამას გეუბნებოდით, რომ ჩვენ პრაქტიკულად შეგვიძლია მიულოცოთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს წლევანდელი ევროპის 1-1000-ის გათამაშებაში გამარჯვება და მისი მოგება. ეს არის პრაქტიკული ვერსია ამ განცხადებისა, ხოლო თეორიული ვერსია გამტკიცდება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ესპანეთში, მადრიდში ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებების დღევანდელი შეხვედრა, რომელიც თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ისიამოვნეთ ნებისმიერი კომაგისათვის, როგორიც გნებავთ, ისეთი ლელო დაიდო დღევანდელ შეხვედრაში 46-0 სარეკორდო ანგარიშით. დღეს საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის ნაკრები. ჩვენი კაპიტანი თქვენს ეკრანზე ირაკლი აბუსერიძე. დაიახლა იქ ახლოს სარბენ ბილიკებთან იმყოფება ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი, საქართველოს ნაკრების პრეზიდენტი, თავისი ოჯახით ტაში დაჯილდოვებს გამარჯვებულ ნაკრებს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს, სიტყვა ნინო გაბელიას, რომელიც შეეცდება ინტერვიუ შემოგთავაზოს. თუ რა თქმა უნდა ხელში ჩაიგდო რომელიმე მორაგბე, მაგრამ ისინი წრეს აუცილებლად დაასრულებენ. შესანიშნავი კადრია, ეს გახლავთ მერაბ კვირიკაშვილი. ალბათონებო და ბატონებო, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში გავერთიანდნენ და რა თქმა უნდა ეს შედგება ეს ინტერვიუ და ესალმებიან ეროვნული დროშით დამშვენებულ პატარა ყმაწვილს, მომავალ მორაგბეს იმედი მაქვს. შეიძლება ის მორაგბის ვაჟია, რომლის ვერ გეტყვით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა სიტყვა ნინო გაბელიას. კოორდინატორი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრი. საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დღეს რუსეთის ნაკრები 46-0 დავამარცხეთ და ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე იმყოფება. ეხლა ჩემს გვერდით ირაკლი, გილოცავ ამ გამარჯვებას და რა სეტყვი შენს გულშემატკივარს, მართლაც რომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ნაკრებმა. დიდი მადლობა პირველ რიგში მინდა მიულოცო ბიჭებსაც, მთელ ქვეყანას, გულშემატკივარსაც და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ გულშემატკივარს, რომ ეს რაგბის ოჯახის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, როგორც ასე რო ვთქვა, მე-16 მოთამაშეა და ყოველთვის მათი შეძახილი, მათი გვერდში დგომა დიდ ძალას და სტიმულს გვაძლევს და ულოცავ მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენ მაცხოვრებელს და გილოცავთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას უსურვებთ ნაკრებს. ბატონ თემურ, ჩვენ ახლა ველოდებით დღევანდელი მატჩი საუკეთესო მოთამაშე მამუკა გორგოძეს, ის მოემართება ჩვენსკენ და ჩვენ მასთანაც შემოგთავაზებთ ინტერვიუს. აი მოემართება მამუკა გორგოძე. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო მორაგბე, გაზეთ ლელოს მკითხველთა პრიზის მფლობელი მოემართება ახლა ნინო გაბელიასკენ და ამ ინტერვიუსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დღეს რუსეთთან საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი, პრინციპული ამდენი გულშემატკივრის წინაშე და საკმაოდ ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. საკმაოდ დაძაბულებით ვიყავით თამაშის წინ, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობა ჰქონდა საქართველოს წინაშე. რავი, მე მგონი კარგად ვითამაშე და მოვიგე და ულოცავ სრულიად საქართველოს. საკმაოდ დიდი მხარდაჭერა და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. მადლობთ. გილოცა მამუკას ახლა გადასცემენ საუკეთესო მოთამაშის პრიზს, აი აქეთ. მამუკა გორგოძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი, როგორც დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბეს. ეს პრიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ არის დაწესებული, ხოლო პრიზს მამუკა გორგოძეს გადასცემს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ჯემი მაკ
გოლდრიკი. აი ამრიგად მოედანზე სპეციალური პრიზით დღევანდელი მატჩის საუკეთესო მორაგბე ჩვენი გუნდიდან ბოლოტოვებს მწვანე მინდორს, სადაც 80 წუთის განმავლობაში ქართულმა მორაგბეებმა დიდი უდიდესი სიამოვნება მიანიჭეს პირთამდე შევსებულ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს. ჩვენს დავამთავროთ ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟი, გადაცემა მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლევან ლეკვიშვილი, მატჩის რეჟისორი, კომენტატორები ზალ გიგინეიშვილი და თემურ ჯაფარიძე. მადლობას გიხდით ყურადღებისათვისა და კიდევ უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.